მოკეთ, რო დავიწყოთ აი ბაჩო ახალაიას როგორც უარყოფითი პერსონაჟის სტატუსით. ზუსტად ვიცი ბაჩო ახალაია რისი გამკეთებელი და რისი გამკეთებელი არ არის. რაც გაკეთებული აქვს ამ ადამიანს ამ ქვეყნისთვის ორგანიზებული დანაშაული გააქრო 2000-იანი წლების საქართველოდან. გაღიზიანებული თუ ნასვამი ბაჩო ახალაია შემოდიოდა და პატიმრებს პირადად უსწორდებოდა. მე მაინტერესებს რატომ არ უნდა დავიჯერო ეს? შეგიძლიათ რომ აი ესეთი ადამიანი ჩემ პირდაპირ დასვათ და მე მას შემახვედროთ? ბაჩო ახალაია ხელმძღვანელობდა იმ ცნობილი ბუნტის ჩახშობას, რომელსაც ადამიანები ემსხვერპლენ. სანთლით ვეძებდი სულ ადამიანებს რომლებსაც პირადად ბაჩომ რამე დაუშავა. და რატო გავრცელდა მაშინ ეს ხმები? აი ეს მინდა მოვისმინო. წარმოიდგინეთ, კულტი იყო ციხეში კანონიერი ქურდის. და როცა შემოდის აქ სისხლის მსმელი ბაჩო ახალაიას კომპონენტი, გამორიცხულია. როგორ თქვა ხა კორექტულად, რომ თქვი, მე არ ვიცი ბაჩო ყველაფერი ახალაიას გამისმენია და- სახელს რამე თუ ეშველება ამ ქვეყანაში. ამის ყველაზე კარგი პასუხია, რო გითხრათ, რომ ბაჩო ახალაია ციხის ბუნტის საქმეში გამართლა. ჯორები ხო დადის ამ შიდა დაპირისპირებებს. ადეიშვილს არაფერი დაპირისპირება არ ქონდა ვის ბაჩო ქონდა? ახალაიასთან. არ ვიცი, ბაჩომ ჯობია მოყვეს ეს ყველაფერი. ანუ მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა. ხარიბაშვილი იყო შესული ორჯერ ბაჩოსთან. მიშას და ბაჩოს ეხა როგორი ურთიერთობა აქვს? მე შევედი მაგალითად ვიყავი ბატონ პრეზიდენტთან შესული. დაჭერები რაც 4 ოქტომბრის მერე დაიწყეს. 4 ოქტომბრის ორგანიზატორების ორგანიზატორია. რადგან დაგვიჭირეს ორივე. თავი ნუანსი ამ საქმის მე როგორც ვიცი არის ფრაზა, რომ ბიძინა უნდა დაემხოს. ლაშქარი ყავდა რამე თუ რამე მიტინგზე იდგა თუ სად მოუწოდ. ხო არ ყოფილა ქართული ოცნებისგან რაღაცა კონტაქტზე გამოსვლის მცდელობები. სულ რომ დასახვრეტად გაგვიყვანონ ორივე ცოლ-ქმარი, ეგ გამორიცხული ამათთან თანამშრომლობის რაიმე სახით, ესენი ხო რუსები არიან. ჯობდა იმ თემების უმეტესობაზე თვითონ ბაჩო ახალაიას ეპასუხა. არ მაქვს მე პრობლემა ეხა ადამიანებში გასვლის, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ მართალია და ყველა კითხვაზე არის პასუხი გაცემული. ჩვენ გაცემიდან ბევრი რამე ამოიჭრება. მოგესალმებით მისმინეს მაყურებელს, ეთერშია ჩვენი ყოველკვირეული პოდკასტი ცხელის კამი, ტრადიციულად გიორგი ახობაძესთან და თორნიკე რაზმაძესთან ერთად ჩვენი დღევანდელი ეთერის სტუმარია ქალბატონი ანი ნადარეიშვილი. გამარჯობა, მადლობა სტუმრობისთვის და ზოგადად ესეთ წარდგენას არ ვაკეთებ ხოლმე და ყოველთვის მიუხერხულება, მაგრამ ამ შემთხვევაში ასევე უნდა დავამატოთ ალბათ რეგალიაში ბაჩო ახალაიას მეუღლე. კი ბატონო. ხო და ალბათ მაყურებელს ისიც უნდა გავაფრთხილოთ, რომ ეს შეიძლება ბაჩოსთან ბევრს კითხვები ქონდეს და რაღაცა მწვავეც, მათ შორის და ხანდახან გვაკრიტიკებენ ხოლმე ამ კითხვებს რატო არ სვამთო, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ანის ალბათ უფრო სხვა მიმართულებით უფრო მეტად უნდა ვესაუბროთ, პასუხები მოვისმინოთ, ხო? ცოტა გართულებულია ჩვენი ამოცანა, იმიტომ რომ ჯობდა იმ თემების უმეტესობაზე, რადგან გავაპირებთ საუბარს თვითონ ბაჩო ახალაიას ეპასუხა. სხვა შორის მე გამოვთქვი ამის იმედი მაქვს მოგვიწევს ადრე, მე გამოვთქვი სურვილი ადრე, როცა ეს უბრალოდ ეს ახალი აღზრული იყო, ეს ახალი საქმე და იმ პერიოდში ხო რაღაცა კიდე მოლოდინის რეჟიმი იყო, რა იქნებოდა, როგორ ხდებოდა და უარი არ უთქვავს თვითონ უბრალოდ ველოდებოდით ამას და ამის მერე მოხდა დაპატიმრება. დავიწყებ ცოტა ძალიან ვრცელ შესავალს არ გავაკეთებ, მაგრამ რაღაცა შესავალი მინდა გავაკეთო, სანამ მოგეთ ორ რამეზე გვინდა ვისაუბროთ დღევანდელ გადაცემაში. ნაწილობრივ წარსულზე მე ესე მაქვს დაგეგმილი რომ ნახევარი უნდა იყოს გადაცემის, მაგრამ ნახოთ როგორ წავა და ასევე დღევანდელობაზე, დღევანდელი საქმეები აღზრული არა მხოლოდ ბაჩო ახალაიას, არამედ თქვენ წინააღმდეგაც და მთელი ეს პროცესი, რაც მიმდინარეობს დაწყებული სამართალდამცავი სისტემებით და გაგრძელებული სასამართლოდ. ეს საქმე ხარო პოლიტიკურია, მე მგონი ამასე კითხვა წესით საღად მოაზროვნე ადამიანს არ მორჩებოდეს. საინტერესო აი რა იყო მიზეზი, რა არის ის ხო მთავარი მიზეზი, რის გამოც ესე მიზანში ყავდათ ამოღებული. ხო, მოკლედ ზოგადად ფაქტია რომ ხო რაღაცა საბაბი ეძებს. ფორმა რომ მიცე, მოდი მაინც წარსულით დავიწყებ, იმიტომ რომ მე ეჭვი მაქვს ჩვენი მაყურებლის უმრავლესობას მაინც ეს აინტერესებს უფრო მეტად. ბაჩო ახალაია იყო გადაჭარბებით ბული არ გამომიო თუ იტყვი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე უარყოფითი პერსონაჟი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ განწყობილი ადამიანების თვალში. თუ არა ყველაზე უარყოფითი. ჩვენ როდესაც პირადად გქონდა გასაუბრების საშუალება ერთ ტელეპიროლში გადავიკვეთეთ შემთხვევით ორივე სტუმრად ვიყავით მიწვეული, მე ღიათაც გითხარით, რომ მე ვიყავი მათ შორის ის ადამიანი, რომელიც 2012 წლის სტუდენტურ აქციებზე რო იდგა და მე ვითხოვდი ქართული ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის წასვლას და მათ შორის
კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემას და მათ შორის იყო ბაჩო ახალაიაც მეთქი. მე ზოგადად თუ რამე დადებითი მაქვს ცხოვრებაში, ჩემ თავზე თუ მithkos, ეს აპირფერობა და ეს ამტყუილები არ მახასიათებს, ეს პირდაპირ გითხარი. ამის შემდეგ მე ასევე პირდაპირ გითხარით, რომ ის საქმეები ამაზე დღეს ვისაუბრებთ, მაგრამ ამ წუთას რაც ხდება თქვენი ოჯახის წინააღმდეგ, იგივე ის დამონტაჟებული ჩანაწერი, რაც მე აღიარა სასამართლომაც რომ დამონტაჟებული იყო, ასე შემდეგ ეს მიმაჩნია აბსოლუტურად არასწორად, თქვა, შეიძლება ადამიანს შეუთითხნო ბრალდებები. მოკეთ, რო დავიწყოთ აი ბაჩო ახალაიას როგორც უარყოფითი პერსონაჟის სტატუსით. როგორ შეიქმნა ეს უარყოფითი პერსონაჟის ხატი და ვარქვათ და რა იყო რაღაცები იყო იქნები სიმართლე მე არ ვიცი თქვენ რა ნაწილში დაეთანხმებით ან რამე ნაწილში დაეთანხმებით თუ არა რომ აი ეს უარყოფითი მართლა იყო და შეცდომა იყო და რა იყო ტყუილი თქვენი გადმოსახედით პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა უდიდეს პატივს გცემთ და რა ვიცი ყველანაირ აი ამ ბრძოლაში წარმატებებს გისურვებთ იმიტომ რომ თქვენც არანაკლებ საშინო მდგომარეობაში ხართ როგორც ყველა ნამდვილი ქართველი, ვინც დღეს ზოგი ციხეშია და ზოგი დევნილია და ზოგი რეპრესირებული. იცით რა არის, აი წარსულს რომ დავუბრუნდეთ, ყველაფერს თავი დავანებოთ 9 წელი მიუსაჯეს, აი სულ ყველაფერს აი სულ პიჭამია ქოცრო ველაპარაკო ხა რა მაგალითად, ხო? აი მის კითხვაზე რომ დამაკმაყოფილებელი პასუხი გავცე. სულ ყველაფერს თავი დავანებოთ 9 წელი მიუსაჯეს და მიუხედავად ამისა 9 წელიწად ნახევარი იჯდა. მიუხედავად იმისა, რომ განაჩენი იყო 9 წლიანი. მაგრამ ამაზეც ხმარავის არ მოუღია, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ 1 საათიც კი უკანონო პატიმრობაში, როდესაც არის ადამიანი, ეს უკვე სისხლის სამართლებრივი პასუხისგება არის. მაგრამ ნუ აი ესე მოხდა 9 წელიწად ნახევარი იჯდა იმ საქმეების გამო რომელიც თუ თქვენ გახსოვთ არ ვიცი, იმიტომ რომ მაშინ დიდად თვალყურს არ ადევნებდნენ ხოლმე ყველას ეგონა რომ ბაჩო იყო რაღაცა პირსისხლიანი. არა, ის გამართდა, გამართა 13 ჯერ გამართდა თავიდან. მიუხედავად ამისა, აი კიდე ერთ მაგალითად გადაცემის დასაწყისია მინდა რომ არ ვიცი ახალგაზრდა თაობა დიდად ესე ამ ხელა გადაცემებს არ უყურებს, მაგრამ რაღაცა ეს ინფორმაცია მინდა დავტოვო, რაღაცა ადამიანი ისეთია შეცდომებით ექნება დანაშაულების და კარგი გაკეთებულის, მაგრამ რაც გაკეთებული აქვს ამ ადამიანს ამ ქვეყნისთვის ორგანიზებული დანაშაული გააქრო 2000-იანი წლების საქართველოდან. ხო, არა, უბრალოდ რო იცოდეს მაყურებელმაც და იყო მაშინ თუ არ ვხდები 26 წლის, ხო? 25-ის. ხო. ხო, ეს რო მაინც იცოდნენ რა აქვს გაკეთებული ამ ქვეყნისთვის და 25 წლის გახდა. აქვს გაფუჭებული ამას თვითონ გველაპარაკება, ალბათ როცა მოგვეცემა საშუალება დანარჩენს ამის. კი, რა თქმა უნდა, მე არ ვიცი რამე გაფუჭებული აქვს, იმიტომ რომ ამის თამამად ეხა თქმა შემიძლია, იმიტომ რომ ყველა სასამართლო პროცესს რა თქმა უნდა ეხა არ გაგიგვირდებათ დავესწარი. და მე იქ არ მინახავს ადამიანი, რომელიც იყო დაზარალებული. ან რომელიც იყო, საერთოდ არ სასამართლოებს რო თავი დავანებოთ, სანთლით ვეძებდი სულ ადამიანებს, რომლებსაც პირადად ბაჩომ რამე დაუშავა. და მე ესეთი ადამიანი, აი თამამად ვამბობ, თქვენ თვალწინ ეხა არ შემხვედრია. იყვნენ ადამიანები, რომლებიც იძულებით აძლევდნენ ჩვენებას სასამართლოზე, მაგრამ პარალელურად მოდიოდნენ ჩემთან, არ ვიცი თქვენ რამდენად იცით, Facebook-ზეც მიდევს ვიდეოები ამისი. ვიწერდით მათი თანხმობით, რა თქმა უნდა, ვიდეოებს, სადაც ამბობდნენ, რომ პროკურატურაში აიძულებდნენ ზოგს ემუქრებოდნენ, ნუ ხა ფარცხალაძეების პროკურატურა იყო, ნუ დაგვავიწყდება რა და ზოგს აიძულებდნენ, რომ ესე იგი შვილებით ემუქრებოდნენ, მაგალითად ეუბნებოდნენ, რომ აი თქვენი შვილი ვიცი რომ სკოლაში დადის და აი შუქნიშანზე რო გადავა, მანქანა დაეჯახება და აი მსგავს რაღაცებს ეუბნებოდნენ და რა თქმა უნდა ადამიანები ვერ უძლებდნენ ამ ყველაფერს და მოდიოდნენ და ბევრი ადამიანი ძალიან მოვიდა. და აი თუნდაც ის რომ მე არ ვიცი თქვენ ნახეთ ვარა დავდე ვიდეო, მაშინ როგორ გვითვალთვალებდნენ და დამყვებოდა სუსის მანქანები. იმიტომ დამყვებოდა რომ ეს ადამიანები მოწმეები მოდიოდნენ ჩემთან. მე გაიტაცებდნენ. მე ეს ადამიანები რაღაცნაირად კიდე მოდიოდნენ და აი ესე რამდენჯერმე ხდებოდა. თქვენ იცით რომ მაგალითად შალვა თათუხაშვილი საერთოდ მოკლეს ერთ-ერთი მოწმე. აწამეს პირდაპირ მნიშვნელობით, მოიყვანეს სახლში დააგდეს, როცა მოუწერა უკვე ხელი. და მეორე დღეს ცუდად იყო ძალიან, ოჯახს უთხრა რომ აწამეს, ძალიან ცუდად გრძნობდა თავს და დილით თხოვა რომ კამერა გამზადეთ რომ მოვყვები ამ ყველაფერს და დილამდე გარდაიცვალა თავის საკუთარ ლოგინში.
და როდესაც ექსპერტიზა ჩაუტარეს, ნაწამები იყო. ეს ის რა საქმის მოწმე იყო? ნავთლუღის საქმეზე იყო. ოღონდ ნავთლუღის საქმესთან დაკავშირებით კიდე ბაჩო ნავთლუღის საქმესთან დაკავშირებით არ იყო ბრალდებული, თუმცა სპეციალურად მიუერთეს ბაჩოს საქმეს, რომ ძიმეთ ყოფილიყო ესე რა, მოსასმენად და ესე პროპაგანდისტული ის იყო, ესე ვთქვათ, მე შეგვიძლია შევთავაზოთ ამ გადაცემის კომენტარებში, თუ ვინმე არის ისეთი ადამიანი, ვისაც პირადად აქვს გამოსათქმელი, არ ვიცი, წუხილი თუ რა ვიცი, ისტორია მოსაყოლი, ვისაც პირადად შეხებია ბაჩო ახალაია, რა ვიცი, მე დაინტერესებული ვარ ეგეთ ადამიანთან გასაუბრებით და მაინტერესებს მოდი ცოტა მე კონკრეტიკას მივცემ ჩემს კითხვას, რომ ეს ძალიან ზოგადი არ იყოს, რომ აი ხო, იმიტომ საალპარაკო იმდენია, რომ ხო ძალიან შორსავთ. მე ვესტები ხა გავახმოვანო ყველაზე გავრცელებული და ცნობილი ბრალდებები, რომლებიც ნაწილზე შეიძლება ბრალიც კი არც კი იყო წაყენებული, მაგრამ ეს საზოგადოებაში თუ მოსირებდა. ეს იყო თემები, დავიწყოთ ციხის თემით, ციხეში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და აქ ყველაზე აქტიურად რაც მოსირებდა იყო არაადამიანური მოპყრობა, რაც გამოიხატებოდა პირველ რიგში იმაში, უბრალოდ ყველაზე სუბუქად კიდევ იმაში, რომ პირობითად ციხეებში იყო 4-5 ადგილიანი, 4-5 საწოლიანი კამერა, რომელშიც მაგალითად 10-ობით ადამიანი იყო და ასევე იყო მომენტები, როდესაც ბაჩო ახალაია და რიგრიგობით უწევდათ ადამიანებს ძილი და ასე შემდეგ. და იყო მომენტები, როდესაც გაღიზიანებული თუ ნასვამი თუ არ ვიცი ვინ რა წარმოიდგენა, მაგათ გაღიზიანებული ბაჩო ახალაია შემოდიოდა და პატიმრებს პირადად უსწორდებოდა. ეხლა მე მაინტერესებს, რატომ არ უნდა დავიჯერო ეს? მე მაგალითად მჯერა იმ ადამიანების, რომლებიც ამბობენ, რომ ქართულ მოსნებამ საწამებელ მანქანებში აწამა. და ეს ადამიანები ყვებიან ერთნაირ ისტორიებს და ამათ მე აბსოლუტურად მჯერა. რატომ არ უნდა დავიჯერო იმ ადამიანების, რომლებიც ასევე მსგავს ისტორიებს ყვებიან ნაციონალური მოძრაობის დროს ციხეში გატარებულ პერიოდთან დაკავშირებით? შეგიძლიათ რომ აი ესეთი ადამიანი ჩემ პირდაპირ დასვათ და მე მას შემახვედროთ? მე ყოველთვის თხოვ ასე და არავინ არასდროს არ მახვედრებს ესეთ ადამიანებს. ბუნებრივია რომ შეიძლება გაუჭირდეს ვიღაცას და აგრესიის გამო არა. არ მგონია თქვენი შეეშინდეთ, უბრალოდ შეიძლება ზოგადად კამერასთან ამის საჯარო მოყოლის კომპლექსი ქონდეს ამ ადამიანს. მე და თქვენ ვიყოთ მაგალითად და ის ადამიანი. უბრალოდ მეც რო დამაჯეროს, რამდენიმე ადამიანი იყო ხა სახელმწიფოების ვერბუქსა მაგალითად წულუკიანის კომისიაზე მიყვანილი. ბაჩო 2005 წლის დეკემბერში დაინიშნა და ომის მერე 2008-ში როგორც ციხეების უფროსი ისე იყო ომში წასული და ომის მერე სექტემბერში დაინიშნა თავდაცვის სამინისტროში ჯერ მინისტრის მოადგილედ და რამდენიმე თვეში წულუკიანის კომისიაზე იყო რამდენიმე ადამიანი, რომელიც ამასაუბრებდა სულხან მოლაშვილის პერიოდს რამდენად ემთხვევა ბაჩო ახალაია, სულხან მოლაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების პერიოდი რამდენად ემთხვევა ბაჩო ახალაიას მინისტრობის ამბავს, ხა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ეს ამბავიც იყო, ანუ იყო რამდენიმე მაგალითი თქვენ შეიძლება ჩემზე უკეთ იცოდეთ და უფრო მოგესმინათ ეს ადამიანები როცა ამაზე ლაპარაკობდნენ და ეხლა რიგითი ადამიანი ვიღაც უბანში დაჭერილი ტიპი რომელიც ამას ჩიოდა რომ ეხლა აი კამერაში 20 კაცი ვიყავით როცა 5 საწოლი იყო ეხლა ბუნებრივია რომ შეიძლება მოერიდოს და აქ არ მოვიდეს და არ დაგვიწყოს ლაპარაკი. თქვენი გადმოსახედიდან როგორ იყო და რატო გავრცელდა მაშინ ეს ხმები? აი ეს მინდა მოვისმინე. მე არ მესმის, იმიტომ რომ მე რომ ვიყო დაზარალებული და ვინმეს ესეთი შეურაცხყოფა ჩემთვის კონდეს მოყენებული მე კამერის წინ თავი დავანებოთ, აი იმ ადამიანს მაინც შევხვდები, რომ უთხრა, რომ დაიჯერე რა, მოდი რა, ეს ესეა. იმიტომ რომ მე ვარ აგერ. სულხან მოლაშვილი 4 წლის 23 აპრილს დაუგავებიათ. რაც შეეხება აი ამ გადატვირთულობას, ციხები რა მდგომარეობაში იყო, ამის ლაპარაკი მე შემიძლია, იმიტომ რომ მე 2000 წლიდან მუშაობდი მაგ სისტემაში, პროკურატურაში მუშაობდი, გენერალურ პროკურატურაში, მანამდე სასამართლოში მუშაობდი უზენაეში. 2000 წლიდან გენერალურ პროკურატურაში და მე ვიყავი, ესე ვთქვათ, როგორ აი მაშინ ამერიკელებმა შექმნეს ესეთი დეპარტამენტი პროკურატურაში და EUTOS მისიასთან ერთად შევდიოდით ყველა საპატიმრო დაწესებულებაში, როგორც წინასწარი დაკავების, ასევე ციხეებში. და მე ძალიან კარგად მახსოვს იმ დროინდელი პოლიციის განყოფილების წინასწარი დაკავების იზოლატორები ძალიან კარგად მახსოვს ციხეებიც. და ის პირობები, რაც იყო იქ 2005 წლის დეკემბერში, ანუ თითქმის 2006 წელს დაინიშნა, ბაჩო, 2005 წლის 25 დეკემბერს დაინიშნა. ანუ წარმოიდგინეთ, 2006 წლამდე ფაქტობრივად ჯერ კიდე შევარდნაძის დროინდელი ხელისუფლება ხელმძღვანელობა მართავდა იმ ციხეს.
და ამ დროს გადაწყვიტა სააკაშვილმა რომ იყო რადიკალური ცვლილებები საჭირო ამ მიმართულებით და ამიტომ გადაწყვიტა იმიტომ რომ უყურე თორნიკე როგორ არის იცი ეს ადგილი იყო ფსკერი აი საჯარო სამსახურში ყველაზე საშინელი თუ რამე შეიძლება და ყოფილიყო არის საჯარო სისტემაში მუშაობა მაშინ იმიტომ რომ აქ იყო ბოდის ინფრასტრუქტურული პრობლემების კომპონენტი და ასევე ქურდები რომ მართავდნენ ციხეს ხელფასები საერთოდ არ იყო ინფრასტრუქტურა საშინელება იყო შიში იყო ქურდული გავლენების შიში იყო და არავის არ უნდა გაკარება ბაჩო რომ დაინიშნა ვერავინ ვერ მოიყვანა საერთოდ აი რა ხდებოდა მოგვიტევით და იმ ადამიანებთან ერთად მოუწია მუშაობის ქურდული გავლენები რაში გამოიხატებოდა იქ როგორ იმართებოდა აი ციხეში როგორ იმართებოდა და ძალიან კარგად მახსოვს როდესაც ბაჩო მოვიდა და დაიწყო წესრიგის დამყარება და წესრიგი რას ნიშნავდა მაგალითად როცა შევიდა ერთ-ერთ ქსნის მაგალითად იმაში რა ქვია იზოლატორი კი არა ციხეში იქ მაგალითად ქურდის ძეგლი იდგა ეზოში და როდესაც იკითხა რომ ეს რა არისო აქ მოტოციკლეტითო დადიოდაო და აილეწაო და აქ მოკვდაო და ძეგლი ედგა და წყარო ქონდა რაღაც თავისი და როდესაც ბაჩო მიდგა და არ უთხრა ჯერ თხოვა თანამშრომლებს ეს დაანგრიეთო იმიტომ რომ კულტი იყო წარმოიდგინეთ კულტი იყო ციხეში კანონიერი ქურდის და როდესაც უთხრა რომ დაანგრიეთო არავინ არ მიეკარა და თვითონ დაანგრია ბაჩომ ამას რო უყურებდნენ იქ ჯერ კიდევ ბაჩო რომ მივიდა თავიდან ეგრევე არავინ არ გამოუკეტია და მეშვიდეში არ წაუყვანია ჯერ კიდევ ყველა ციხეს თავისი მაყურებელი და თავისი ქურდი ყავდა ну იქ ის კიდე ცალკე და მნიშვნელოვანი საკითხია როგორ ექცეოდნენ ჩვეულებრივ ადამიანებს ეგრეთ წოდებულ პეხოტას მე ვარ გარკვეული უბრალოდ ამ თემებში და იმიტომ ვაძლევ ჩემ თავს უფლებას რომ ამაზე ვილაპარაკო როგორ ექცეოდნენ იქ ადამიანებს თავს აკლევინებდნენ ჩვეულებრივად კვდებოდნენ ადამიანები აი სტატისტიკა რო ამოიღოთ თუ არსებობს იმ დროის კიდე რამე სტატისტიკა არა გაყალბებული თქვენ ნახავთ რომ იქ ადამიანები ჩვეულებრივად აი ჯანმრთელი ადამიანები იხოცებოდნენ ზოგს ფული ვერ მიქონდა ზოგს აიძულებდნენ ეთამაშა ზოგს ტყავის ფულს აგროვებდნენ ეგრეთ წოდებულ საერთოს ქურდული საერთოს და ზოგს ვერ მიქონდა ზოგს არ მიქონდა და ასე შემდეგ და ამ ადამიანებს უბრალოდ ხოცავდნენ თავს ანუ იმიტაციას აკეთებდნენ რომ თავს იკლავდა როდესაც ბაჩო შევიდა და დაინახა რომ ქურდული ესე ვთქვათ ბარაკები ზონაზე იყო ჩვეულებრივი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო აი გარეთ რო არ ცხოვრობენ ადამიანები მაგ პერიოდში ისეთი და ჩვეულებრივი ადამიანები აი ესე როგორც თქვენ თქვით თითო საწოლზე 5 კაცი მორიგეობით ეძინათ მიდგა და ეს ყველაფერი დაშალა და ეს მათი ქონება მთლიანად გადაუნაწილა სპეცრაზმელებს, რომელსაც საერთოდ არაფერი არ გააჩნდათ. ტელევიზორი მაგალითად, ტყელი მახსოვს მაშინ იშვიათობა იყო, ქონდა ქურდს დიდი ესეთი თხელი ტელევიზორი და ეს მაგალითად სპეცრაზმს მისცა მაგალითად, რომელსაც საერთოდ არაფერი არ გააჩნდა და სულ რაღაცა 7 თუ 8 სპეცრაზმელი იყო, არც ყავდა სპეცრაზმი, არც ჭირდებოდათ, იმიტომ რომ ქურდები მართავდნენ. ციხის გასაკონტროლებელი სპეცრაზმი. ხო, სპეცრაზმი, მაგრამ საერთოდ ვერაფერს ვერ აკეთებდნენ, იმიტომ რომ ვერ შედიოდა ვერავინ საერთოდ ამ ზონებზე. და რო დაინახეს რომ ბაჩო ახალაიამ დაიწყო აი ესეთ რაღაცები, ჯერ დაიწყეს ფულის შეთავაზება, იმიტომ რომ თქვენ იცით რომ ყველა ხელმძღვანელი იღებდა ფულს. ფულის შეთავაზება ქურდებმა? ხო, დაიწყეს ფულის შეთავაზება. ესეთი ტერმინი არსებობს თვალი და ყური, გამოუგზავნეს თვალი და ყური. ანუ გამოუგზავნეს ადამიანი, რომელმაც შესთავაზა და ყური, რომელმაც ეს ყველაფერი მოისმია, მოწმე, ესე ვთქვათ. და რა თქმა უნდა, ბაჩომ ახლა იქ როგორც გამუშვა იქიდან, ალბათ ორი აზრი არ არსებობს, არავის გაუკვირდება. და რომ დაინახეს, რომ ეს ადამიანი ფულს არ იღებდა, ანუ ესე უთხრეს პირდაპირ, რომ შენი საჯავახსოვრების დეპარტამენტიდან ორთაჭალაში იყო მაშინ, იქიდან არ გამოხვიდე. ჩვენ ნუ ზონაზე, ციხეზე, ნუ შემოხვალ. და შენ კაბინეტში ყოველთვის მოგიტანენ ფულს. $300,000 იყო საუბარი და მაშინ ეს იყო აი უშველებელი თანხა. ალბათ რუსთავს იყიდიდი სამ თვეში. ძალიან დიდი თანხა იყო ეს. და როდესაც ეს არ გამოუვიდათ, მერე დაიწყეს თანამშრომლები გაუფიცეს. მაგალითად, ერთ დღეს არც ეს ეგრეთ წოდებულ ვიშკაზე არავინ აღარ იდგა და საერთოდ თანამშრომლები არ გამოცხადდა და ციხე დარჩა ღია. ქურდებს ჯერ ქონდათ გავლენა. კი, და კარები არც ერთი კარი რკინის, აი ნაჯდომი ხარ შენ ციხეში მეც ვარ და გვეცოდინება რომ
კარი იკეტება, ხო? არც ერთი კარი არ იკეტებოდა. თან მაშინ ბოქლომებზე იყო ესეთი კარი, ანუ არ იყო ეხლა როგორც თანამედროვე წყობა. არც ერთი ხო, ბოქლომით კეტავენ, ხო, მე-12-ში იმით კეტავენ. შეიძლება შენსავით და გასაღებით კეტავენ. საშიშ დამნაშავეებს. ხო. და მოკლედ არც ერთი კარი არ იკეტებოდა, ყველა იყო ღია და უცებ წარმოიდგინეთ არც ერთი თანამშრომელი არ არის. ანუ არც ერთი, არაფერი არ ხდება. და ბაჩოს დანიშნა სხვათა შორის მოყვა რო არ ფაქტორად ციხის კარი იყო ღია. რო არ დამავიწყეს, კი, ბაჩოს დანიშნა მოყვა, თუ გახსოვთ თქვენ, არ ვიცი, გემახსოვრებათ, წრიპა იყო ესეთი ქურდი, რომელიც აბანოებში გამოიყვანეს და აი მაშინ მოხდა სპეცოპერაცია და მაშინ მოხდა ბაჩოს დანიშნა. აი ამ ინციდენტის მერე. ეგ იყო. ანუ ჩვეულებრივად გამოდიოდნენ კიდეც, ვისაც უნდა შედიოდა და მათი ჩვეულებრივი სახლი იყო კეთილმოწყობილი ეს ზონები და ამ დროს ჩვეულებრივი პატიმრები იყვნენ ძალიან დაჩაგრულები და ეს მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი. ხო, მაგრამ ეს ხალხი რო წყვება, ვინ წყვება რო აი 5 ადგილიანში 20 კაცი ვიყავით შეყრილო, ესენი ჩვეულებრივი ადამიანები არ მათი ხელმძღვანელობა ქურდები არ ყოფილან. კი, იმიტომ რომ არ იყო ინფრასტრუქტურა. აი მაგალითად სასამართლოებზე ვერ დაყავდათ პატიმრები, იმიტომ რომ მანქანები არ იყო. მანქანები რაღაცა პიც გავერერქვა თუ რაღაცა 3 ცალი ყავდათ და ისე 2 კილომეტრს რო გაივლიდი და ფუჭდება. როდის გაუმჯობესდა მაშინ ეს? ნელ-ნელა გაუმჯობესდა, იმიტომ რომ ხელფასებით ადამიანებს ჰქონდათ რაღაცა ათეულობით ლარი და ისიც არაძლევდნენ. იყვნენ ქურდების კმაყოფაზე, ანუ ჩვეულებრივი თანამშრომლებიც იღებდნენ ფულს, იმიტომ გაიფიცნენ ისინიც. კარგი. მოდი მე არ შეგაწყვეტინე საინტერესო რაღაცებს ყვებოდი თუ კიდევ არის ესეთი ისტორიები იმდენია რომ აი რა ჩემი და დილანდა აი ეს კომპონენტი მაინტერესებს. გაბრაზებული ბაჩო ახალაია ვისთან მიდიოდა ხოლმე მე არ მიკვიშო შეიძლება რაღაცებზე გაბრაზებული იყო მათ შორის და იქნება რაღაცები ნახევრად სიმართლე მაინც არის მაგამ ბავში და ციხის ბუნტზე უნდა კითხოთ აუცილებლად იმიტომ რომ ეს ბრალდება დიდი ხანია საზოგადოებაში ტრიალებს რომ ბაჩო ახალაია ხელმძღვანელობდა იმ ცნობილი ბუნტის ჩახშობას რომელსაც ადამიანები ემსხვერპლენ რა არის აქ სიმართლე თქვენი გადმოსახედიდან და რა არა? კი, ამის ყველაზე კარგი პასუხია, რომ გითხრათ, რომ ბაჩო ახალაია ციხის ბუნტის საქმეში გამართლდა. ბაჩო ახალაია ციხის ბუნტს არ ხელმძღვანელობდა, იმიტომ რომ ციხის ბუნტის დროს მონაწილეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმი, იმიტომ რომ მაშინ სპეცრაზმი საჯარო დეპარტამენტს არ ყავდა. ანუ ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა? შესაბამისად, ვინც იყო მინისტრი, ალბათ ის ხელმძღვანელობდა, არ ვიცი, მე ვერ ვიტყვი ხა, ამასთან დაკავშირებით ვერაფერს, ფაქტი შემიძლია გითხრათ, რომ ციხის ბუნტში, რომელიც ბაჩოს ჰქონდა წარდგენილი, ბაჩო ახალაია ციხის ბუნტის საქმეში გამართლდა. და კადრებიც არსებობს, ბაჩო არის საერთოდ გარეთ ცალკე. ხო, მაგრამ ბაჩო მაშინ პოზიციურად ბაჩოს ეხებოდა. დეპარტამენტის უფროსი იყო, ბაჩოს ყავდა მინისტრი. გავიგე. რომელიც იუსტიციაში შედიოდა. მაგრამ იქ არ იყო რაღაცა, მესავით, გუნდივით როცა როგორც დგება მაგალითად გადაუდებელი კრიზისული გუნდი, რომელშიც ბევრი ადამიანი შედის. ახლა აქ ესე იყო, რომ პირობითად ახლა თქვენ არ თქვათ, მე ვიტყვი ჩემი წარმოგას, რომ ვანო მერაბიშვილი გააკაცუნებდათ იც და ვანო მერაბიშვილი კი არა, ის მუხროვანის აჯანყების დროს რამდენი ადამიანი ვნახეთ, ხო? ერთად რომ იქ ვანო იმ ორგანოს რო ითხოვდა გავიგე, მაგრამ კიდევ ვიღაცები იყვნენ და ეხლა ციხის ბუნტი როცა ციხეში ატარებს სპეცოპერაციას ბუნებრივია რომ შენ ჩართო ის ადამიანები ვინც სპეციალიზდებიან ამ ამბავში და იციან რა როგორ არის და სად რა უნდა შევიდე სპეცრაზმელმა და ვანო მერაბიშვილმა ციხის ალბათ რუკა თუ დაუდებდნენ წინ თორე იქ შიგნით რა როგორ ხდებოდა წეს უნდა ეკითხოთ ახალაიასთვის. აი უყურეთ ეხა მე გეტყვით ერთ მაგალითს გეტყვით თქვენ იცით მარტო აი ეს ორთაჭალის ბუნტი ხო ორთაჭალის ციხის ბუნტი პარალელურად კიდევ 12 დაწესებულებაში ერთნაირად მიდიოდა იქ ბუნტი. გავიგე რომ ვიღაცის დაორგანიზებული შეიძლება და ყოფილიყო. ხო, მაგრამ ყველა ჩვეულებრივად ისე ჩაიხშო ის ბუნტები, რომ არავის არ გაგიგიათ და არავინ არ იცით მაგალითად, რომ იქ პარალელურად სხვა ციხებშიც მიდიოდა ბუნტი. იქ არ იყო სხვაგან მსხვერპლი? არის, მსხვერპლი კი არა, საერთოდ ხო, ალბათ ძალიან მარტივად საყურადღება. და აქ მსხვერპლი რაც იყო თქვენ ხელთ არსებული ინფორმაციით პროკურორი ყოფილხართ და ხა ჩემგან არ იარაღი ქონდათ ან რა ხდებოდა, რატომ ჩემგან არ დაგჭირდებათ იმის შეხსენება, რომ რაც სამეთერში იტყვით შეიძლება თქვენ წინააღმდეგ იყოს გამოყენებული, მაგრამ ინფორმაციით თუნდაც ეგეც არ გითხრათ საიდან გაქვთ ეგ ინფორმაცია რატომ მოხდა მსხვერპლი და შეიძლება თუ არა ამ პატიმრებს შორის მსხვერპლის თავიდან აცი. ხო, რა ხდებოდა პატიმრებს? მე როგორც ვიცი, გამოძიებული, მე არ ვიცი, არ მქონია შეხება მაგ საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ მე როგორც ვიცი, იქ იარაღი ქონდათ და მე არ გამკვირვებია, იმიტომ რომ იარაღი გამოქონდათ ბაჩოს დანიშნვის შემდეგ ციხეებიდან ეგრეთ წოდებული კაბურა არის ესეთი ტერმინი, ციხეებში საკნებში აქვთ ქონდათ, ეხლა არა. იმედია, ეხლა არა. ქონდათ აი ამ მაღალი იერარქიის კრიმინალებს,
ყველას ქონდა საკანში და ყველას ქონდა იარაღი. ჩვეულებრივად იარაღები იყო ციხეებში. იმიტომ რომ ბაჩოს დანიშვნის მერე, როდესაც შემოწმებებზე შედიოდნენ, გამოქონდათ უამრავი იარაღი გამოიტანეს ციხეებიდან. და ეს იყო მეხუთე საჭი ახსნების გვერდზე ეს მეხუთე ორთაჭალის ციხე, რომელიც გადატვირთული იყო. ეს იყო ძველი, ჯერ კიდე რუსეთის გუბერნიის დროინდელი ციხე, რომელიც დამპალი იყო და ძალიან მარტივად იჩხრიკებოდა კედელი. და კეთდებოდა ეს კაბურები და სამალავები ხო. მოკლედ, გიო, მე დაგითმობ შენ ერთი ბოლო კითხვა დაკონკრეტება მინდა ერთი რაღაც. თქვენ შეგიძლიათ დადასტურებულად თქვათ, რომ ბაჩო ახალაია პირადად ციხეში არასდროს არ გასწორებია ფიზიკურად არც ერთ პატიმარს, თუნდაც იმ შემთხვევაშიც კი, რომ როდესაც რაღაცა ისეთი ტიპის ხელვარება იყო, რომ თუნდაც შეიძლება პროტოკოლი ითვალისწინებდა კიდევაც ამას არ ვიცი, მაგრამ პირადად ეს ბაჩო ახალაიას არასდროს არ გაუკეთებია, ამის თქვენ საუბრით არ იქნებოდით, მისგან უნდა მოგესმინათ და ამის გჯერათ ესე? კი, იმიტომ რომ მოდით მე იქიდან დავიწყებ, რომ ბაჩო ახალაიას ისე კარგად ვიცნობ და ზუსტად ვიცი ბაჩო ახალაია რისი გამკეთებელი და რისი გამკეთებელი არ არის ცხოვრებაში და რაც ყველაზე მეტად აწუხებდა ყოველთვის, იმიტომ რომ ომბუდსმენის მოადგილე იყო მანამდე, თუ იცით, ციხეებამდე. და დადიოდა და პატიმრებს ეხმარებოდა და პირიქით დაჩაგრული ადამიანი და მით უმეტეს დატყვევებული ადამიანის წინააღმდეგ არასოდეს არანაირად მით უმეტეს ძალაუფლების მქონე ადამიანის მხრიდან ბაჩოს გან ესეთი რამე წარმოუდგენელი, იმიტომ რომ მე მას ძალიან კარგად ვიცნობ და გამორიცხულია. აი იმდენად ისეთი ადამიანია, რომ აი უბრალოდ ვერ შეგუება თვითონ კი არა სხვაც, რომ როდესაც ამას აკეთებს. აი ამას ყველაფერს თავი დავანებოთ, რომ გადასარევად ვიცნობ და ზუსტად ვიცოდი და 2012 წელს იმიტომ ვიდექი ისე თავაწეული, რომ დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი ტყვილი იყო. და ისეც ვიცი საიდან მოდიოდა, იმიტომ რომ მაგასაც ვაკვირდებოდი ამდენი ხნის განმავლობაში. სასამართლოებზე, აი წარმოიდგინეთ 2015 წლის ბოლომდე სასამართლოები მიდიოდა. და მე იქ არც ერთი ადამიანი, აი არც ერთი ზოგადად სასამართლო პროცესზე დაზარალებული უნდა იჯდეს, ხო? როდესაც მე რო ვიყო დაზარალებული, ახლა მაგალითად მე მომავალში, როდესაც ესენი გასამართლდებიან, ჩემ საქმეზე დაზარალებულად ვიჯდები ყველა პროცესზე. იმიტომ რომ დაინტერესებული მხარე ვარ და მაინტერესებს სასამართლო პროცესი როგორ წარიმართება. არც ერთი დაზარალებული, აი მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ აი ამდენ საქმეში, რა ვიცი, 29 თუ რაღაც ბრალი წაუყენეს. არც ერთი დაზარალებული არასოდეს ერთი სული ქონათ, მოსულიყვნენ ჩვენება მიეცა და გაქცეულიყო. ისე ჩვენ გადაცემას უყურებენ ხოლმე ეს პროპაგანდისტები ქართული ოცნების და მათ ვთხოვ, რომ აი პასუხად გასცენ, რომ თუ არსებობს რომელიმე დაზარალებული, რომელიც შეუძლიათ ჩაწერონ თვითონ ან ჩაწერილი აქ თანამე კადრი არსებობს, ისიც იმასაც დიდი სიამოვნებით ვნახავდით, ხო? ჩვენ გადაცემიდან ბევრი რამე ამოიჭრება, რაღაცები დაედება. დაახლოებით წარმოუდგენია რას ამოჭრიან, რომ აი ესე რომ კარგად ვიცნობ და რომ არ არსებობს ვინც ბაჩოს უჩივის, ქვემოთ დაუდებენ კადრებს. შეიძლება სულ სხვა კადრი იყოს აქციების დარბევის მაგალითად და არა, დადონ, მე რა ვიცი, შეიძლება მე რა ქვია. ნახოთ ერთი რასი კადრი, რასი ზავენ და რასი კადრებენ და. ძველი ამბებიდან ასევე საინტერესო გიო, შენ არ გაცდი და მე უნდა დაგაცადოთ. არა, მიდი, რა ვიცი. მე უფრო მაინტერესებს ესეთი რაღაც. მე უნდა მოვირგო ამ გადაცემაში ცოტა მოხოცო იარაღი და შენ ხავი ნაცი თუ გინდა. მე ნაცი ვარ, ხო და მოკლედ ისა რა ქვია. მე მაინტერესებს ხა ადამიანმა რომელმაც მოიხადა 9.5 წელი იჯდა ციხეში და მოდი ესე ვთქვათ, ხა ვიღაცისთვის შეიძლება ვიღაცა ფიქრობდეს რომ არ არის ეგ საკმარისი, მაგრამ რაღაც სამართლებრივ სახელმწიფოში არსებობს რაღაც კონკრეტული ესენი ხო დანაშაულთან დაკავშირებული სასჯელები და მოდი აი გავყვეთ მაგ ხალხის ლოგიკას და ვინც ითხოვს ბაჩო ახალაიას დასჯას და ნუ დავდოთ ესე მაგიდაზე რომ 9.5 წელი. მე მაინტერესებს ამ ხალხისგან რამდენი ხანი უნდა იჯდეს ადამიანი ციხეში, ან რანაირად უნდა გადაიხადოს, ვთქვათ ის გადასახდელი, რასაც ისინი ითხოვენ, ანუ რა არის ის სახდელი, ხო ვიღაცები. რა არის მაგაზე პასუხი? ხო, რომ დახვეწა, არასდროს არ უნდა გამოვიდეს და არაფერი და მე მაგ ადამიანებს ასევე მინდა უკან შეუწრეო, რომ თვითონ მზად არიან ეგეთივე სასჯელისთვის, ამე რო იყოს მაცხოვრებაში რომ მოხდეს რა. ხო და აი ეს ერთი რო ჩემთვის რაც იქიდან გამომდინარე რომ ინფორმაცია არ მაქვს და უყურებ რაღაც ფაქტებს რაც საჯაროდ ხმაურდება, 9.5 წლის
პატიმრობისთვის, რომ დაბრუნდება ადამიანი ქვეყანაში, მინიმუმ იმ საქმეებზე, რა საქმეების მიმდინარე იყო, ალბათ თავს უნდა მართლად, ანუ ეგ კითხვა, მოდი პირდაპირ დავუსვათ, ვაპირებდი რა, რატო დაბრუნდა? იმიტომ დაბრუნდა ზუსტად. ჯერ რატო წავიდა საერთოდ? იმიტომ წავიდა, რომ აბრალებდნენ ესე ალასანია და ის არა ქვია სუბარ რაც არის. პირდაპირ მაქვს კიდეც ამასთან დაკავშირებით ვიდეო ჩაწერილი. ბრიფინგებს ატარებდნენ და იძახდნენ კონკრეტულად 20 ბინა აქ თბილისშიო, სამალავები აქო, იარაღისო და რაღაცა არჩევნებთან დაკავშირებით აპირებსო ბიძინა ივანიშვილის მოსვლას ხელი შეუშალოსო და რაღაცა არეულობას და შეიარაღებულ ხო რაც ეხლა შეიარაღებული და ჩანაწერში რაც არის უბედურება დაახლოებით ის ტექსტი ქონდა და რო ჩამოვიდა რა მიშასავით ηλუზია ქონდა რომ იქ ჩამოვალ და განონით მოუგე არა იცოდა რომ ციხეში მიდიოდა მაგრამ ზუსტად იცოდა რომ თავის შვილების წინაშე იქნებოდა მართალი ამით და საზოგადოების წინაშე კი იმიტომ რომ საერთოდ ყოველთვის მაგას ამბობდა რომ ეხა რუს ველოდებოდიო და იმას საფორტიფიკაციო ნაგებობებს ვაშენებდიო და გვირაბებს ვთხრიდი და იმასთვის ემზადებოდიო და ეხა ხელისუფლება შეიცვალა და რატომ უნდა გავიქცევ თავდაცვის მინისტრი არა რაღაცა მაინც გაუგებარი რჩება და ეხა არ არის გაუგებარი იმიტომ რომ ის დარწმუნებული იყო რომ ვერავინ ვერ მოვიდოდა და ვერ ეტყოდა რომ რაც არ უნდა და კიდეც 9 წელი მიუსაჯეს მაგრამ 13 ჯერ გამართლდა ადამიანი 24 თვეის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში იჯდა გავიგე მაგრამ ეხა უნდა გითხრათ ცოტა კივნეული რაღაცა ალბათ თქვენთვის მაგრამ მე დარწმუნებული ვარ თქვენს გიფიქრიათ ამაზე ესე იგი ჩამოსვლის თავარი ლოგიკა თუ ეგ იყო რაც ეგ ლოგიკა მესმის რომ მე თუ მართალი ვარ თulis ადამიანი ჩემი სახელი და ღირსება რატო უნდა შევაბღალინო ამათ ხო მაგრამ როგორ თქვა ხა კორექტულად რომ მე არ ვიცი ბაჩო ახალაიას სახელს რამე თუ ეშველება ამ ქვეყანაში მე იმაში არ შევდივარ იქ რა არის მართალი და ტყუილი და ამაზე ხა ჩვენ ეს ვლაპარაკობთ მაგრამ თქვენს კარგად გაქვთ გააზრებული რომ თუ რამე იქნება რთული სასამართლოებში გამომართლებელი გააჩენების დაყენება უფრო მარტივი შეიძლება იყოს ვიდრე აი ბევრი რაღაცის გამო და მე ამ დეტალებში არ შევდივალ რა იყოს სწორი რა იყო პროპაგანდის შედეგი ან ასე შემდეგ მაგრამ რის გამოც ამდენ ადამიანს ჯერა მოკლედ რომ ბაჩო ახალაია იყო ტირანის მთავარი პერსონაჟი ხო ამას მე ეჭვმეპარება რომ ბაჩო ახალაია ფიქრობდეს თვითონ რამე ეშველება და ამიტომ ჩამოსვლა რაღაც ცვლიდა აი ეგ არის ჩემთვის ცოტა გაუგებარი. მარტო სახელის გამოსასწორებლად. არა, სახელის გამოსწორებაზე არ იყო აქ ლაპარაკი. აქ იყო იმ პასუხისმგებლობაზე, როდესაც ადამიანი თვლიდა, რომ მარტო რაღაცა პოზიციაზე როცა იყო, მაშინ არ იყო ის საპასუხისმგებლო ის ამბავი, მერეც თავის საზოგადოების წინაშე, თავი კითხვებისთვის, საზოგადოების კითხვებისთვის უნდა გაეცა პასუხი და გასცა საკმაოდ კი არა, ძალიან ბევრ კითხვაზე გასცა პასუხი. იმიტომ ეხა მაგალითად რო წასულიყო და არ ჩამოსულიყო, ბუნტიც ეხა რაც ახსენეთ, ხო ყველაზე ისეთი და დანარჩენი ყველაფერი იქნებოდა შეზელილი და მე ესე ქუჩაში ეხა ტრანსპორტით მოვიდა ავტობუსით ესე ვერ ვივლიდი ალბათ რა თუ ვინმე მიცნობდა ხო იმიტომ რომ ყველა არ მაქვს მე პრობლემა ეხა ადამიანებში გასვლის იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ მართალია და ყველა კითხვაზე არის პასუხი გაცემული პროფილის სტილის კითხვა არ მინდა ეხა რომ გამომივიდეს მაგრამ თქვენ როგორც მეუღლეს როცა ეს ალბათ გაგიზიარათ ეს გადაწყვეტილება რომ ჩამოსულიყო მე რატოღაც გქონია რომ თქვენ მაინც არ გენდომებოდათ ეს რომ ჩამოსულიყო არა ჩვენ ანუ რო წავიდა ვიცოდი რომ ერთვაში უნდა დაბრუნებულიყო როდესაც ხელისუფლება დაკომპლექტდებოდა და ყველა მინისტრი დაინიშნებოდა ხო იცით რომ 25 დღე თუ რაღაც დაჭირდა ხო ტრანზიციის პერიოდი აი იმის მერე რომ ჩამოსულიყო და ზუსტად ეს იყო 5 ოქტომბერს წავიდა და 5 ნოემბერს ჩამოვიდა ზუსტად ერთი თვე იყო წასული და თქვენ მაშინ ფიქრობთ რომ შეიძლებოდა გამომართლებელი დანარჩენები დამდგარიყო ყველაფერზე და არ ჩაესვათ ამას ვარიანტად განიხილავდით თუ ზუსტად იცოდით რომ ჩასვავდნენ ზუსტად ვიცოდით რომ ჩასვავდნენ, იმიტომ რომ ზეწოლა მიდიოდა სასამართლოზე არნახული ზეწოლა მიდიოდა ჩემი. თქვენს როგორც მეუღლეს, იგი თქვენს ესე ცივი გონებით მაგრამ ნამდვილად არ მეგონა რომ 9 წელი იჯდა, ანუ 9 წელს მიუსჯიდნენ. ალბათ ესე 2-3 წელი იყო მაქსიმუმი, რაც მე პირადად ვთვლიდი. მაგრამ ну ეს რაღაცა უფლებამოსილების გადამეტებას ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წაგიყენონ ეხლა და მე გაგასამართლონ კიდეც ეს ისეთი მუხლია 73 რომ უფლებამოსილების გადამეტებას ხოთაშორის კოდს კარგად ვინც არიან ხელისუფლებაში ისეთი მუხლია ყველას რო უდგება და აი მაგ მუხლის სანქციაზე ვფიქრობდი მხოლოდ ნამდვილად არ მეგონა რომ აი ამ ხელასასჯელს მიუსჯიდნენ
ამ გადამსახედიდან რო უყურებთ, ეხლა დრო რო უკან დაგაბრუნებინათ, ეთყოდით რომ არ ჩამოსულიყო, არა, არ არ ვეტყოდი, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ვაპირებ ცხოვრებას და ჩემი შვილებიც ამ ქვეყანაში აპირებენ ცხოვრებას. მე თუ წავიდოდით, მაშინ უნდა წავსულიყავით და დაგვეწყებინა საქართველოს და შეგვეძინა ეს ყველაფერი. მე რატო არ წავიდა? წავედით ჩვენ ეგრევე, მესამე დღეს. უბრალოდ მე რაღაც დაბრუნდით. დაბრუნდით, ჩემი ძმა გარდაიცვალა და დაბრუნდით ამის გამო შარშან. ცუდად იყო, 2 თვე-ნახევარი ინსულტით სამწყობოში იწვა, მე ცოტა ადრე ჩამოვედი 2 კვირით. მაგრამ უკვე რო უთხარი ბაჩოს რომ აღარაფერი არ ეშველება, თვითონაც ჩამოდაშტა მანქანაზე და მეგობართან ერთად წამოვიდნენ და ჩამოვიდნენ. ძაღლები ყავდა ჩვენი კიდე და ძაღლების გამო ესე მანქანით წამოვიდა. და ჩემი ძმა გარდაიცვალა და დავრჩით, იმიტომ რომ დედა მყავს ონკოპაციენტი და ჩემი ძმა ყავდა, მამაც აღარ მყავს, გარდაცვლილი მყავს, ანუ მეუღლეც არ ყავს დედაჩემს, ჩემი ძმა იყო აქ პატრონად მისი და ვეღარ დავტოვეთ უბრალოდ. დედაჩემი კიდე თავის შვილის და მეუღლის საფლავს არასდროს არ მიატოვებს, ვერ წავიყვანდით ვერსად და ჩამოვედით ესე და დავრჩით აქ. ეს ალბათ მოდი რომ გავიგოთ, მე უფრო მაინტერესებს მიზეზი ერთის ხრივ ხევანდელობაზე გადმოვიდეს. ხევანდელობაზე ხო რა, ანუ ეს დაჭერები რაც 4 ოქტომბრის მერე დაიწყეს, რომ დავფიქრდეთ, ну შეიძლება ბაჩო დაჭირვებოდათ იმაში, რომ რაღაცნაირად გავეშავებინეთ, მაგრამ თუ შევხედავთ, ეხლა ну გასაშავებლად საკმარისი მიზეზები ქონათ, რაღაც კიდე ბაჩო ახალაიას რო არ ჩაებათ ამ საკითხში. არც იმას გამოვრიცხავ ეხლა პრინციპში, რომ თუნდაც მაგისთვის ეგეთი რაღაც შეიძლება რაღაცისთვის წარმოუდგენელი იყოს, რატო შეიძლება ადამიანს ამ ხელა მუხლი დააბრალო, მარტო იმიტომ რომ მე საპროპაგანდო დაწიო რაღაცა და ხო, შეიძლება, ამადგან აღარაფერი აღარ არის გასაკვირი, მაგრამ ეს რაღაცა ისევ შურისძიება არის ძველი ბიძინა ივანიშვილის თუ ეს რაღაცა რეჟიმს დღეს დაჭირდა რაღაც კონკრეტული სცენარის შესაკრავად ბაჩო, ეხლა მე ვფიქრობ, რომ დაჭირდა, იმიტომ რომ გაზაფხულიდან ჯერ ერთი ხო სულ მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი და ეს იგრძნობოდა ძალიან. და ისა რა ჩვენ ახლა ბაჩო ჩვენებად გამოდიოდა ქუჩაში ესაც ჩამოხვედით მას მე სანამ 4 ოქტომბრის საერთოდ თემა იწეოდა მანამდე ბაშიც ხო გავედით ბავშვისთვის გვინდოდა რაღაცა იქით მესხეთში ვიყავით რაღაცა ჩვენ და აშკარად გრძნობდით რომ მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავით. ну ეხლა არ მივაქცეთ ყურადღება ალბათ რაღაცა აინტერესებთ სად დავდივართ როგორ დავდივართ და კი ბატონო აღარ არ იმოშვებოდეთ. არ ვაქცევით ყურადღებას და მე უკვე სადღაც მაისის მე ბოლოდან ინტენსიურად დაიწყეს პროპაგანდა. ეს 4 ოქტომბერი უკვე და რო დაანონსდა მე მე მგონი დაანონსებული იყო. მე მგონი მაგაზე ლაპარაკი დაწყებული. მე მგონი უკვე ხაბეშულს ქონდა დაწყებული, ხო. და მე ვუჭერდი მხარს ჩემი სოციალური ქსელით და ნებისმიერ ესეთ აქციას ყოველთვის დავუჭერ მხარს. მაგრამ 26 მაისსაც ვიყავი, რა თქმა უნდა, აქციაზე, იქ სადაც ქართული ხალხი ყოველთვის ვიქნები. თავისთავად. და რა ვიცი, რა იყო გასაკვირი, ჯერ დაიწყეს ჩემი კარდების გაკეთება, რომ აი მე ვუჭერ მხარს. ჯერ ესეთი კარდები იყო, იმედის და პოზიტივის კარდები და მიკვირდა კიდეც რამდენჯერმე გავაზიარდა და დავდემეთ კი ამათ ეგონათ რომ გავქოცდით თქო თუ რატომ აყენებენ შეურაცხყოფას თქო და მე უკვე დაიწყეს სერიოზულად აი პრაიმ ტაიმა დაიწყო დავითომა ეს რუსთავი 2 და პრაიმ ტაიმი იყვნენ და მე ესენი ავრცელებდნენ იყო ესე იგი რაღაცა ასაფეთქებლები რომელიც ავლაბარში ბინა აქვს ახალაიასო რაღაცა ცხოვრებაში ავლაბარში არასოდეს ბინა კი არა რა ვიცი აი არც არავინ მყავს ახლობელიც, რომ ვინმეს იქ დავენახე ოდესმე. იქ მალავსო რაღაცა ისა უკრაინიდან არისო ჩამოტანილიო და რაღაცა კურიერმა უნდა მიუტანოსო, რაღაც გავსი ინფორმაცია იყო. ამით დაიწყეს პარლამენტის макетით გააგრძელეს. ну რა ვიცი, რომელი საუკუნეა პარლამენტის макетით, ეხლა როგორ წარმოედგინათ, რომ ბაჩოს ესე ხონდა გაშლდა ჯარისკაცებს ესე გადაადგილებდა თუ რა ვიცი, როგორ არ ვიცი. სიგიჟე, მაგრამ ნუ ეს აიტაცა ხალხმა, გამოსინჯეს რა და აიტაცა ხალხმა თეორიულად. მე გადაცემა რითიც დავიწყე და რაც მე გავაგზელე, ეგ იყო თავარი. გადატრიალების სცენარის, შეფუთული სცენარის სჭირდებოდა სერიოზულობის კომპონენტი. შეიძლება რიგით ხოც ადამიანს პაატა ბურჭულაძე. პაატა ბურჭულაძე სოფლიო ბანი რო გადატრიალებას გეგმოდა და ლევან ხაბეიშვილი, ეს ვიღაცისთვის შეიძლება უფრო კომიკური ყოფილიყო ქართულ ოცნების ამორჩევლისთვის, ვიდრე რეალისტური. როცა შემოდის აქ სისხლის მსმელი ბაჩო ახალაიას კომპონენტი, მე ეს ყველაფერი გაცილებით უფრო დამაჯერებელი და გამაბრაზებელი ხდება. ხო, რომ აი ისე რაღაცა. და ზუსტად აი გიოს კითხვაზე არის ეგ პასუხი რა, რომ ანუ რისთვის დაჭირდათ ამისთვის. სურათის შესაკრავად. ეს ამ 4 ოქტომბრის თემაზე ჩემთვის აბსოლუტურად ცხადია ყველაფერი. მე კითხვებს თუ სვავ, ერთადერთი
იმისთვის ვსვავ ამ კითხვებს, რომ სხვებისთვისაც ცხადი გახდეს, თორე აი ეს კომპონენტი ეხა დამონტაჟებული ვიდეო. შემოვიდა მე საქმეში დამონტაჟებული ვიდეო, რომელიც იმედმა დადო, თან იმედის სახელს მოუფრთხილდნენ ვიღაცამ გამოუშვა და მოგვაწოდაო თუ რაღაცა და მეილზე მოგვივიდაო, ხო. და ანუ ყველაზე საინტერესო ამ საქმეში ის არის და მე ჩავწერე რამდენიმე ვიდეო სხვათა შორის ამ თემაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე იყო დრო, როცა ბაჩო ახალაიას დასჯას ვითხოვდი, მეთქი არ შეიძლება ადამიანს დააბრალო რაღაცა და ესე მე ეგრე არ ვითხოვ, რომ მაგალითად ყობახიძის დასჯას ვითხოვ იმისთვის, რაც მას ობიექტურად დაუმტკიცდება. პირობითად აქ ხელისუფლება რომ შეიცვალოს, მე არასდროს არ მოვითხოვ და არ მივესალმები, რომ ყობახიძეს დინარაძეს თუ ვინც იქნება ივანიშვილს შეუთითქნონ ბრალდება, ხო კაცო? რა თუნდაც შეთითხოვეს. და ანუ ნახეთ რა იყო ბოლოს უკვე გითხრა ექსპერტიზის ბიურომ, ეხლა მე რეზიუმეს ვაკეთებ, თუ რომელს არასდროს ვამბობ შემისწორეთ. ბოლოს ექსპერტიზის ბიურომ გითხრა, რომ ეს იყო დამონტაჟებული, სხვანაირად ვერც იტყოდენ, იმიტომ რომ ეს რომ მოეტყუებინა სამხარაოს საერთაშორისო ექსპერტიზაზე წავიდოდა და გამოჩნდებოდა, რომ სამხარაულის გარია სამ უბედურებაში, ხო? და აქ დგება მერე კითხვა. ჯერთი რომ ვინ შეთითქნა და რატო შეთითქნა და რას ემსახურებოდა, ნორმალურ ქვეყანაში ამაზე გამოძიება დაიწყოს, იმიტომ რომ ეს იყო საინფორმაციო манипуляция, რაც გაკეთდა. ამ და მილიონი ნახევარი თუ რაღაცა შეარი და ნახვა ქონდა ამ ვიდეოს მეორე დღესვე, უკვე იმ ერთი დღის განმავლობაში. წარმოვიდგინეთ, ანუ პირდაპირ გითხრათ ხო ეს მოვიტყუეთო, მაგრამ დავანებოთ თავიო. კი, თან ესე უწერიათ კიცევით ფორმაში, ანუ სავარაუდოდ, სიტყვა სავარაუდოდ არ უწერიათ. არა, უწერიათ ეგ description-ში. მაგრამ ის ვინ წაიკითხა არა, მოვიგე მე ეთიკის კომისიაში უჩივლე, მათ ჟურნალისტებს კომისიაში და მოვიგე საერთოდ მაგ ვიდეოს გავრცელების გამო მოუგებდით, მაგრამ ეგ ეწერა description-ში, მაგრამ იმას ვინ კითხულობს, ხალხი უსმენს, ჩანაწერს და თან რა ვიცი უკვე დაიხვეწა ეს AI თულები და რაღაცეები და უფრო მეტად თავისუფლად შეიძლებოდა თან სპეცსამსახურებს ბაჩო ახალაისთვის ხმა მიემსგავსებინათ, ბიჭო, საერთოდ რაღაცა სხვა ხმა. ეხლა იცოდე ეხლა და რაღაც FSB-ს ფინიებმა რომ მაგ ხელა ტექნოლოგიები გამოიყენო, უნდა ანუ ეს არის უბიძურესი რაღაცა ამაზე კითხვა, როგორ მე გავი ეხლა ის ვახმოვანე რომ ქართულოსნების ხარდაჭერებს როგორ არ უშტება, ნუ გასაგებია რატო არ უშტებათ, იმიტომ რომ ეგ არის. ეგ არის თქვენი ოჯახის თავარი პრობლემა არის ის, რომ ბაჩო ახალაიას რომ რაც არ უნდა დააბრალო, ყველაფერს დაიჯერებს. აი მე კიდე ერთი ესეთი ის მაქვს, ეხლა მომიწია საუბარი სხვადასხვა თანამდებობის პირებთან, წინა ხელისუფლებაში ვინც იყვნენ, ან ისეთ ადამიანებთან, ვინც მაგ ხელისუფლების ნაწილი იყო და საინტერესო რაღაცა ისეთ რაღაცებს ვისმენ, რომელიც ჩემი აზრით ძალიან ცუდი იყო ამის შესახებ. აი ეს ინფორმაციები რომ ხალხში არ გავრცელებულა, მათ შორის ვერსიების სწორი, ანუ თუნდაც მოდის სწორს და არასწორს უნდა ვარქმევთ. ვერსია, რომელსაც ავრცელებდა ქართული ოცნება და ვერსია, რომელსაც ავრცელებდა მაგალითად ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები და ჩემი აზრით ძალიან ბევრი ისტორიაა ისეთი, რომელიც რაღაცა ესე ლეგენდასავი და დადგმულ და რაღაც მოგონილი ზღაპარია, რომელზეც ხალხი დღემდე ზიზღით მოძრაობს იმ ხელისუფლების მიმართ, რაც ქონდა პრობლემები იმ ხელისუფლებას ქონდა, მაგრამ დამატებით ისეთი, ანუ რეალურად ეხლა ამ წუთას რაღაცა რო შევაფასოთ 10 გავრცელებული ინფორმაციიდან რამდენი არის სიმართლე, შეიძლება მითები უფრო მეტი იყოს, ვიდრე ყველაზე ცნობილი მითები, აი თუნდაც რაღაცა ცოცხების მითი, ყველაზე ცნობილი, რაღაც მაგას არ თავდება, ხო, მაგის ირგვლივ, როდესაც უკვე რაღაც სრული კადრებიც ვნახეთ და ვინც გადაიღო, ის კაციც ვნახეთ, მე როგორ დააჯილდოა პუტინის ხელისუფლებამ. და საერთოდ რა შეში იყო ბაჩო მაგასთან, როცა უფრო მე დიდი ხანი უკვე თავდაცვაში იყო. ხო, საერთოდ არ იყო მაგასთან კავშირში და მე მგონია რომ ანუ აი არც ბაჩოსგან მაგალითად და არც მათ შორის ავი მიხეილ სააკაშვილისგან რაღაც ნაწილობრივ უფრო ომთან დაკავშირებულ საკითხებზე თუ არსები გიორგი გაბუნიასთან იყო ინტერვიუ მოსმენილი მაქვს, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროინდელი ჩინოვნიკებისგან არ გვაქვს მოსმენილი მათი ვერსიები აი ამ რაღაც ბრალდებებზე. ძალოვანებზე, თორე აბა ხა სხვა დარგში ცოტა გაუჭირდებოდა ხა რამეში დადანაშაულება ხა პრობლემა იყო მან, იყო სასამართლოში და იყო ძალოვანი პროკურატურა, სასამართლო და პოლიცია იყო მთავარი პრობლემა, თორე დანარჩენში არ ვიცი ხა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებას რა შეიძლება შეედაო და გაჭირდება ამ ფონზე მით უმეტეს ხა რაც ამ ქვეყანაში ხდება და ეს რაღაცა შეცდომათ არ მიგაჩნიათ ან რატო არ ხდებოდა ამაზე ლაპარაკი ან არ ვიცი ისეთი შტაბეშტილი ბარჩება თითქოს ბაჩო ახალაიას სახელი გაფუჭებული იყო, ბოდიში რომ ეს პირდაპირ გეუბნებით, მაგრამ უკვე მალევე ციხეებიდან კი? მალევე პრინციპში 2012 წელს არ მომხდარა ეს და 11-ში, ხო? რა თქმა უნდა, ციხეებიდან. ამ დროს ქურდებთან დაპირისპირება როგორც კი მოხდა, მაშინ იყო საქართველოს რაღაცა კრიმინალიზებით მაგალითად, რომ აი ეს საზოგადოება ძეგლი იდგაო და თავისი იმით დაანგრიო, არ ვიცი ტრაქტორი მიიყვანა თვითონ როგორ დაანგრია. ხო, პატარა იმითი რა, ესკალატორი. ბობკეტ. ეს
ეს რატო არ უნდა თქმულიყო მანამდე თუ ეს მართლა ესე მოხდა და მათ შორის რავი კამერითაც ნაჩვენები ყოფილიყო თუნდაც საჯარო მართლობას ხო აქვს თავისი კომპონენტები როცა გავიგე ძალოვანია თუ ასე შემდეგ პოლიტიკოსად აღიქმები და მით უმეტეს ესე დიდ ფიგურად ხო აი ეს მით უმეტეს უიძახიან რომ აი ნაციონალურ მოძრაობას კარგი პიარი ქონდა და ასე შემდეგ მარტო მიშას ხო არ ქონდა აქ ანუ რა იყო მაშინ აბა ეს პრობლემის სათავე აი უყურე 25-ის გახდა და დაინიშნა ეგ. ანუ საერთოდ ბავშვი იყო იმ პერიოდში. წარმოიდგინე ხა 25 წლის ბიჭი, როცა შედიხარ იმ ყველაზე ფსკერ ბინძურ რაღაცაში და უპირისპირდები ყველაზე დიდ მონსტრს, რაც არსებობს. იმიტომ რომ მე ვერ დავაცრულე იქ, გარდა იმისა, რომ ფულით მოსყიდვის ის იყო თანამშრომლების გაფიცვა და არევა და ყველაფრის ისა, ასევე იყო მუქარებით. სიცოცხლის მოსპობით. ყველაფერი ცადეს, ანუ და როდესაც არაფერი არ გამოუვიდათ, მერე დაიწყეს უკვე გაშავება ბაჩოსი. მაგალითად რას აკეთებდნენ? მაგალითად ნანა კაკაბაძესნაირი ადვოკატები იმდროინდელი, ლალი აფციაურები და ეს ადამიანები იმ პლიადის ადვოკატები, რომლებიც იყვნენ ქურდების მეგობრები, უფლებადამცველები, ეუბნებოდნენ პატიმრის მშობლებს, რომ თქვენ შვილებს იქ აწამებენ, ცემენ რაღაცას შვებიან საშინელებას და ესენი როცა ურეკავდნენ თავის და ესაუბრებოდნენ ის ან თუ ნახულობდნენ ისინი ეუბნებოდნენ რომ არა და ესენი მერე აჯერებდნენ მშობლებს რომ იმიტომ არ გეუბნებიან რომ ეშინიათ და აქ უკვე წარმოიდგინე ხა ერთ პატიმარს რამდენი გულშემატკივარი ყავს და ესე ურცელებდნენ აი ამ ჭორებს ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ ხდებოდა უბრალოდ ჩვენ მაშინ ძალიან პატარები ვიყავით და კიდევ ვარდისფერი სათვალით უყურებდით ცხოვრებას და ვერ წარმომედგინე რომ სუფთა ადამიანი შეიძლება ეს ეხა აგერ ჯუშენის ბავშვების მშობლებს აშავებენ რაზე არის ლაპარაკი საერთოდ ხო მაგრამ იმათ რესურსი ქონდათ რომ ეს გამოეტანათ 25-ის იყო თუ მე უკვე 30-ის გახდა თუ ასე შემდეგ ხო ყავდა უყურე თორნიკე ის საზოგადოება იმ დროინდელი მაშინ არ იყო ესეთი როგორიც ახლა არის იქნება გაიგოთ არც უთქვია თქო ბაჩო ახლა ეს არ ულაპარაკი ამაზე რო ელაპარაკა და ხალხს ვერ გაიგო ხელისუფლებაში ყოფნის დროზე არ მაქვს ლაპარაკი მე ლაპარაკი მაქვს უფრო აი მერე აი ეხლა როცა უკვე 14 წელია უბრალოდ არ დამთავრდა ეს რაღაც ზიზღის კამპანია და 14 წელია ამ ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს ის ხალხი რომლის გადაწყვეტილებაც გვჭირდება ცვლილებები რო დადგეს ამ ქვეყანაში და მიაქანებს მხოლოდ იმიტომ რომ აი ამ რაღაც პროპაგანდით ნაკვები ზიზღი უბრალოდ ვერ ახლა დღესაც ვიღაც მელაპარაკებს შე რომ ვიღაცებს უდგახარ გვერდი და ხშირად მეუნებიან ეგრე აი ისინი არიან რაღაცა კაცი ჭამიები და რაღაცეები და ნუ სანამ იმას აუხსნი და სანამ ჩამოუთვლის სახელებს და გვარებს და ეს რაღაც თითო ადამიანზე აქვს ის ფაქტია რომ დღემდე ეს ხალხი ამ ზიზღით მოძრაობს და 14 წლის მანძილზე ის ისტორიები რომელიც რაღაცა ამასოვე ბოლო 1 წლის მანძილზე მოვისმინე თუნდაც ძალიან საინტერესო იქნებოდა რომ ეგ რაღაც ისტორიები უფრო მეტ ადამიანს ცოდნოდა რომ ასევე მეტი ადამიანი მიიტანდა თავის სამეგობროსთანაც და ყველასთანაც ეს რაღაცა შეცდომა მგონია ხა დღევანდელი გადმოსახენა რუსული საინფორმაციო ომში ჩემი აზრით პირწმინდად წავაგეთ მაშინაც და ეხლა კიდე რაღაცას ცოტას თვალებში მოვიხედეთ და ეს პროპაგანდა გაუცვლათ მაგრამ კი თან ეხლა ძალიან დიდი სხვაობა არის მაშინა საზოგადოებასა და ძალიან გაზრდილია საზოგადოება თვითონ აი სხვანაირია ეხა მაგალითად მე არ მეშინია შემდეგი ხელისუფლებაში ვინც არ უნდა მოვიდეს ზუსტად ვიცი რომ საზოგადოება გააკონტროლებს ანუ მე არ ვიცი ხო დიქტატორი არ უნდა მოვიდეს რა თქმა უნდა ისო ბიზნესნაირი ისეთი ადამიანი ვინც ხალხს მოусმენს ნებისმიერს ვენდობოდი იმიტომ რომ ვინც ხალხს მოусმენს ხალხი უკვე ისეთი გაზრდილია საზოგადოება რომ ხალხს შეუძლია ზუსტად იცის თავის ქვეყნისთვის რა არის სწორი და ხალხს შეუძლია მაშინ იმიტომ არ ლაპარაკობდა ბაჩო ახლა რომ ხალხი მაინც ვერ გაიგებსო ხო უბრალოდ თან როგორ იყო იცი ახლა აი მაგალითად ეხლა რაც მოვყევი ხო აი რა უნდა გამოსულიყავით და ბაჩო უნდა გამოსულიყო და ეთქვა იცით რა გარეთ იმას ეუბნება და აი რა ხდება მაგალითად ქურდები როგორ აკონტროლებენ და რას ვებრძვით აი ნახე როგორ ვიდება აი ბაჩოს ხელი მაშინ არ იყო ხო მით უმეტეს იყო ტელევიზია. რომელსაც აკონტროლებდა ნაციონალური მოძრაობა. ტელევიზია ეხა ყოველდღე ციხებს ვერ გიჩვენებდა და იყო ხოლმე რაღაცა მილიონში ერთხელ აკეთებდა. არ ინტერესდებოდა. ვიდეო ნახე, სადაც შვილებს ესაურება და უყვება რაღაც სცენას, ხო, თავიდან ბოლომდე უყურე. აი, მსგავს ვიდეოებზე მაქვს ლაპარაკი, თუნდაც ეხლა, თუნდაც 5 წლის წინ, 4 წლის წინ, 3 წლის წინ. ეს ხო მუდმივად გრძელდება და არ გაჩერებულა ეს ამბავი და აი ეგეთივე ხასიათის ვიდეოები თუნდაც რო ეხლა მარტო დაჟდეს და რაღაცა ისტორია მოყვეს არა, მაგრამ ხო არ ვიცი თუნდაც რაღაცა ესეთ
ფორმატში ძალიან საინტერესო იქნებოდა მისგან მოსმენილი რაღაცები და კითხვის დასმაც მასთან უფრო მარტივი იქნებოდა ხო ეხლა თქვენ თან ძალიან დიდი სიამოვნებით გაკეთეს მაგას და თვითონაც ძალიან უნდა კარგი, აი ეს საქმე რა მოწოდა ახლა მიმდინარე რაც არის, რომლის ფიგურანტის თქვენ ხართ და არ ვიცი საბოლოოდ გაირკვა თუ არა. ეხლა რა ხდება საქმეში რა ხდება რა არის ბრალი დამტკიცებულებები აქვს რის მიხედვით მიდის საქმე და პროკურორს რა ხაზი აქვს ეხლა ამასაც რის მიხედვით მიყავს ეს საქმე ანუ ეს კიდე ცალკე მოდი თავარი ნიუანსი რა არის თავარი ნიუანსი ამ საქმის მე როგორც ვიცი არის ფრაზა რომ ბიძინა უნდა დაემხოს ეს მეორეა მეორე საქმეა ორი ბრალი აქვს ერთი არის აი სახში რომ შემოგვივარდნეს სპეცნაზი და ბავშვის წინ ორივე ცოლ-ქმარი რომ დაგვაქავეს და რამაცინებს მაგრამ ნუ ხო ეგ არის ერთი ანუ ორგანიზატორების კაპოტი ტუტი კაპი ხო აი ეგ არის ხო ორგანიზატორების რომელიც არ არსებობს მაგაზე რა კითხვა მაქვს იცი პატარა აი მეორე ნაწილზე რომელიც მე ვახსენე რომ ხო მეორე არის თავის სასამართლოზე ნათქვამი მოკეთ ეს ბაჩო ახლა სულ ცდილობდა ხოლმე პოლიტიკური განცხადებებისგან დისტანცირებას რაც შეიცვალა კი არა მანამდე ცდილობდა აგერ ამაზე ვლაპარაკობდი მაგრამ მე განსაკუთრებით და აი ეს უცბად რამ წამოუარა რომ ეგეთი განცხადებები გააკეთა რაც შეიძლება კანონმდებლობით იმიტომ რომ ის საერთოდ მართველი არ არის ამას ფიქრობდა ალბათ ეგ რო თქვა რომ საერთოდ მართველი არ არის ბიძინა ივანიშვილი და ხა მე რო თქვა რომ გიორგი ახობაძე უნდა დაიმხოს რა ვიცი რატომ უნდა დავიდაბჭო გადადექი შენ საერთოდ მაგრამ მაინც რატო თქვა თქო იმიტომ რომ რეალურ გამოსავალს რო არ მოიტყუოს და არ არის ფიქრა რომ მაგის გამოს დაიჭერდე ყანყალებს ხესა და დაინგრებიან თავისითო ეხა ეგ დიდი ტყვილი არის რა იმიტომ რომ დიქტატურაში თუ ვართ და ვიცით რომ დიქტატურაში ვართ და თუ ვიცით რომ რუსული ხელია თან აქ ჩარეული თავისით არაფერი არ დაინგრევა მაგრამ ასე რასაც ფიქრობ ყველაფერი რო თქვა ამ სტუდიიდან წამიყვანა ხო ის არის მისი აზრი რომელიც თქვა იმიტომ რომ იქ ფრაზა იყო ესე მე ვთვლი რომ ბიძინა ივანიშვილი და ეს მისი ხელისუფლება არის დასამხობი ხო ეგ ხა შეიძლება მაგ სიტყვას იძახის ნახევარი საქართველოს ხო მე ვთვლი რომ მოაშორეს და ბრალი წაუყენეს შემდეგი დანარჩენი სიტყვებით მე ვთვლი რომ ანუ ის იყო მისი აზრი მოწოდებაზე აქვს ხო აქ სისხლის სამართლიური პასუხისმგებლობა და მოწოდება სად იყო ანუ თან პარალელურად გამოდიან და იძახიან რომ ბავშვმაც კი იცის ბაჩო ახალაი რომ კრიმინალი არისო და ყველას ეზიზღებაო და მაშინ ვის მოუწოდა მაშინ ანუ რა გამოდის თუ ლაშქარი ყავდა რამე თუ რამე მიტინგზე იდგა თუ სად მოუწოდა თავის სასამართლოზე თქვა რომ 4 ოქტომბრის მონაწილე არ იყო თუმცა ის თulis რომ სხვანაირად ამ ქვეყანას არაფერი არ აშველება და ეს ხელისუფლების საქმე მიდის აი ამ სიტყვების გამო ხო მეორე საქმე კი მაგრამ ეს მეორე საქმე მოწოდების არის 3 წლიანი ის არის 9 წლიანი ის რაზე მიდის დილისა ის ორგანიზატორების 4 ოქტომბრის ორგანიზატორების ორგანიზატორია ოკეი რაზეც დაგვიჭირეს ორივე 225-ე მოხლით დაგვიჭირეს ორივე იმათი განაჩენები გამოცხადდა და კი ნუ ისინი ოქტომბერში დააკავეს და ჩვენ დეკემბერში სექტემბრის 25 სექტემბრამდეა 9 თვიანი ვადა სავარაუდოდ ალბათ აგვისტოში. ანუ თქვენ გახართ კიდევ ერთი 9 წლიანი სასჯელის წინ. დიახ. თუ კიდე შეკრებითობა არ გაუკეთეს და ეს მე შემდეგი 3 წელი არ მიუმატეს კიდე ამ ფრაზის გამო. ეგ სააკაშვილს შეუკრიბეს და. ხო. ერთ-ერთი პატიმარია, ვისაც საქართველოს შეუკრიბეს. გამონაკლისის სახით. მე ის მაინტერესებს კიდე რაღაც კონტაქტი ჰქონდათ პატაბურჭულაძესთან 4 ოქტომბრამდე რაღაც კონტაქტი მეც ქონდა, მაგრამ არც ვეკითხებოდი, ხა ეგ ისეთი თემა იყო და ისეთ რაღაცებს ამბობდა, მათ შორის ლევან ხაბეიშვილის და პაატა ბურჭულაძეც, არც მინდოდა რომ ცოდნოდა რაღაც ზედმეტი, იმიტომ რომ ყველგან ყური და თვალი არის კედლებზეც და ყველგანაც და რაღაცა სადაც ამ ადამიანებს ხედავ იქაც ვიღაცა კამერით უეჭველი ჩასაფრებულია ყოველთვის. ამიტომ უბრალოდ ეს კითხვა მქონდა ხოლმე, რომ არის თუ არა რაიმე ისეთი, რის იმედზეც მართლა ხართ თუ ეს არის უბრალოდ არ ვიცი, სტიქიურად გამოსული ადამიანების იმედად, ასე ვთქვათ, დაგეგმილი დღე. და ხო რაღაცა ინფორმაცია როგორც მე როგორც მგონია რაღაც ინფორმაცია ჰქონდათ ან ჰქონდა ეს ინფორმაცია ლევან ხაბეიშვილს ან საკონტაქტო პირი ყავდა ლევან ხაბეიშვილს რომელიც მე დამალეს ლევან ხაბეიშვილის დამალეს და ეს ხალხი დარჩა რაღაცა ჰაერში ესეთი შტაბ-შტაბამ რჩება მე და თქვენ როგორ აი რავი რაც რა ურთიერთობაც ჰქონდათ პაატა ბურჭულაძესთან ვინმე იყო ძალოვანებიდან ვინც ეკონტაქტებოდა ან ამას ეუნებოდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ არა, ამაზე რა ვიცი ხა ფრაზა პროკურორს რო არ ჭირდება შეხსენებათ. კი, არა, მე უბრალოდ ანუ პაატა ბურჭულაძე არის ჩემი ოჯახის ახლობელი. აი პაატას შვილი არის ჩემი შვილის ნათლია და ნუ წლები არის ჩვენ მოვდივართ და უახლოესი ადამიანი არის ჩემი ოჯახის.
პატა ბურჭულაძეს ახლა წარმოვიდგინეთ მით უმეტეს რატო უნდა გაუფუჭოს სახელი ადამიანი რომელიც გულწრფელად რომელსაც ყოველი დღე რუსთაველზე ქონა გატარებული და სახლს ეძახდა იქაურობას და სუიქ იყო ყოველ დღე რაღაცა ყველას ისიცოდა ადამიანების გარშემო ვინც იყვნენ პროტესტის მონაწილეები მე მაგალითად საერთოდ არ ყოფილვარ არც ერთ პროტესტზე იმიტომ რომ ჩამოვედი ეს ტრაგედია იყო და მე ეს ამბები რომ დაიწყო პროპაგანდა და რაღაცა არც გავკარები ვარ რუსთაველს საერთოდ ეხა ამდენი წლის მერე მაგალითად გუშინ 26 მაისს ვიყავი პირველად რუსთაველზე გამოსული და მით უმეტეს პატა ბურჭულაძეს როდესაც სჯეროდა იმ ადამიანების რომლებსაც ხედავდა ამდენი ხნის განმავლობაში რისი გამკეთებლები იყვნენ და რისთვისაც მოუწოდებდა თქვათ იმ დღეს იქ მოსულიყვნენ მშვიდობიანი რევოლუციისთვის ხო ეს იყო გაცხადებული ესე სჯეროდა მაგ ადამიანს და მით უმეტეს ბაჩო როგორ გაუფუჭებდა ეხლა მაგალითად თვითონ შეგნებულად მე რაღაცას ჩაგეკითხებით თქვენ როგორც ყოფილ პროკურორს რომელსაც წესით რაღაცა ადამიანების мотиваციის და რაღაც ადამიანების ცნობის რაღაცა ხოთეშვილის ადეიშუმა გამიშვა 2007 წელს პროკურატურიდან არ გეგონოთ რომ ქოცებმა გამიშვეს შეიძლება ადეიშუმა იმიტომ რომ ბაჩო ახალაესთან ქონდათ რაღაც დაპირისპირება ჭორები ხო დადის ამში და დაპირისპირებებს ადეიშულს არაფერი დაპირისპირება არ ქონდა ბაჩო ახალაესთან არ ვიცი ბაჩომ ჯობია მოყვეს ეს ყველაფერი. აი მე რა კითხვის დასწრებით დაპირისპირება როგორც ესეთი არა გიო ერთი ბურჭულაძესთან დაკავშირებით მაგ ესეთი კითხვა რა სპეციალურად თქვი რაღაც ადამიანებს მე შემხედრია რამდენიმე ადამიანი რომელსაც უსაუბრია აი დაახლოებით იმ დეტალებზე კონკრეტიზმის გარეშე გიორგიმ რას თქო რომ აი რასაპირებთ რაღაცა რომლებსაც ასევე არ გაუმხილა დეტალები მაგრამ ამ ადამიანებს დარჩა შთაბეჭდილება რომ ეს კაცი ცოტა საღად ვერ აფასებს თლათ რეალობასო შეურაცხყოფის კონტექსტში არ ვამბობ მე ვინ თქვა ეს პატა ბურჭულაძეზე მომისმენია ეს არ ვამბობ ხა ვინ თქვა სპეციალურად რომ აი იმიტომ კი არა შეურაცხყოფის კონტექსტში ანუ თითქოს ცოტა გადაჭარბებული რაღაცები აქვს და იმედები აქვსო რა თქვენ როცა გისაუბრიათ ამ თემაზე თუნდაც არა დეტალებზე და ასე შემდეგ სადმე რამე მომენტში ეს არ დაგრჩენიათ ეს განცდა აქ არ შევდივართ იმაში რომ მართლა გულით ჯეროდა და ზედმეტად ხო არ ჯეროდა რაღაცების კითონი უყურე საქმე რა შეხოგენო ჩვენ რუსთაველზე და იქ არსებულ სულისკვეთებას არ ვიცნობდით იმიტომ რომ არ ყოფილვართ და მე არ შემიძლია გითხრათ ეხლა რომ მე ვიღაცას ჭკუას ვასწავლი იქ ვინც დგას ამდენი ხანია მე ერთის უმესმოდა რომ ხალხი ამბობდა ლიდერი არ ყავს თორე დავამთავრებდით ამათ უბრალოდ ლიდერი გვინდა და გავყვებით სულ ეს მესმოდა მაგალითად მე და ბურჭულაძემ გადაწყვიტა რომ და მე მაგალითად არ მქონდა ამ ადამიანთან არანაირი კითხვები ეს კაცი შევიდა თავიდან ბოლომდე და სჯეროდა იმისი რომ ამ ქვეყანას დაიხსნი და ამ რუსული ოკუპაციისგან ლაპარაკობდა მათ შორის პოლიტიკოსებსაც ეპატიჟებოდა და რაღაცა ერთიანი პლატფორმის შექმნაზე ლაპარაკობდა და ტელეფონებით ჩასატარებელ არჩევნებს ანუ რეალურად ეგ რაღაცა მაგიდეებში იხარშებოდა სულ. კი, მე მაგალითად 9 აპრილსაც რო არ დაუშვა ისინი, რა ქვია, ხელისუფლების მემორიალთან რო არ პატა ბურჭულაძე იყო იქ ის ხამე რო გააჩენა და მაგრამ ხო ესეთი ყურადღებით უყურებდი ხოლმე, იმიტომ რომ ხო ჩემთვის მაგალითად წელს მივიდნენ და აი გიო დაგით თუ ხა ასევე უნდა ვკითხოთ მე არ დამოვიწყოს უბრალოდ ამ 14 წლის განმავლობაში ან ამ ბოლო პერიოდში როცა თავიდან აღიძრა საქმეები ხო არ ყოფილა ქართული ოცნებისგან რაღაცა კონტაქტზე გამოსვლის მცდელობები რომ რაღაცა მოეთხოვა თქვენგან რაღაცის სანაცვლოდ რაღაცა თავიდან იყო როცა ბაჩო დაიჭერს 2012-ის ნოემბერში ხო დაიჭერს აი იმ თვეებში თავიდან იყო ღარიბაშვილი იყო შესული ორჯერ ბაჩოსთან და ანზორ ჩუბინიძე იყო შესული ორჯერ. რას თავაზობდნენ და რას მიშაზე თავაზობდნენ ვიდეოში რაღაც კამერას მოვიტანთო და 1-2 სიტყვა თქვითო და სასამართლოზეო გაგიშვებდო. სასამართლო რო იქნებაო დარბაზიდან გაგიშვებდო. 1-2 სიტყვა ანუ რაღაცა უნდა დაიდანაშაულებინა აი ქარც ჩაყოლია ბაჩო რა უნდა ეთქვათ უბრალოდ პასუხა ის რაც უნდა იყოს. სააკაშვილზე უნდა და ჩვენება რაღაცა რა რომ კონკრეტულად მიშას და ბაჩოს ეხა როგორი ურთიერთობა აქვთ ესე ეხა რა ურთიერთობა ნოქონეთ ის მიშას და ბაჩოს ვერანაირი ურთიერთობა ვერ აქვთ იმიტომ რომ ჯერ ეს ისდა მე ის მოусვეს და მე ეს გამოვიდა და ისევ ეხა ეს მოусვეს ურთიერთდამოკიდებულება უნდა მეთქვა ურთიერთდამოკიდებულება უდიდესი პატივისცემით მე შევედი მაგალითად ვიყავი ბატონ პრეზიდენტთან შესული უბრალოდ მოვიკითხე რა ვიცი კიდე როცა მექნება საშუალება დიდი სიამოვნებით შევალ ძალიან მიჭირს იმის დანახვა რომ იქ არის ეს ადამიანი ჩემთვის ძალიან ძნელია და პირველად რო შევედი ძლივს იმას ვქენი ეს ემოციები რომ მაგრამ რა ვიცი
მის ადეკვატურობასთან დაკავშირებითაც არ გაგჩენიათ კითხვები როგორც ყოფილ პროკურორს. მის რასთან ადეკვატურ სიტუაციის ადეკვატურა დახმის უნარი არა ინფორმირება ერთის მხრივ და მე რეაგირებები. ხო, რასაც ეხლა თქვა უყურებთ მის აქტივობას სოციალურ ქსელში. ხოლმე ეს კითხვა იმიტომ გამიჩნდა. ეხლა ამაზე შემომივარდებიან კიდე. მე ვერანაირად ვერ გაგცემთ პასუხს ეხლა მაგასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მე პარტიასთან ზოგადად და აი პოლიტიკურ პროცესებთან არანაირი კავშირი არ მაქვს და არც არასდროს არ მქონია საერთოდ. არა, მიშას რო შეხვდით იმის ახმის. მე უბრალოდ როგორც პატივისცემის ნიშნად შევედი და მოვიკითხე, უბრალოდ როგორ არის მაინტერესებდა და სხვათა შორის ძალიან კარგად არის იმასთან შედარებით როგორც იყო და მაგაზე ნერვიულობდი ყოველთვის, იმიტომ რომ ეს გადაადგილება და ეს პრობლემები რო ქონა, ესენი ისე არა, ჩვეულებრივად გადაადგილდება და მხნედ არის და გადალახა ეს, რა თქმა უნდა. ესეც ამოჭრათ, აბა როდის მოწამლესო, კარგად ყოფილა. არა, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის პრობლემებზე ხა კონკრეტულ რაღაცა შეიძლება რაღაცეები აქვს, მაგრამ ეხა ეგ არ პირადია მისი და არც ჩავკითხო. მე გეუბნებით უბრალოდ ვიზუალურ მხარეს. კაი, მე კოცი გავჩუმდი ხა. ხო, აი პროკურატურაში რა ხდება, ეგ მაინტერესებს და რა თანამდებობა ქონათ პროკურატურაში მაშინ. პროკურატურაში როგორც გითხარით, რომელი წლიდან იყავით? 2000 წლიდან 2007 წლის თებერვალამდე. ხალხი რო ციოდა ფანჯრებიდან, მაგ დროს იქ იყავით. 2000 წელს მივედი მე კი, დაამთავრე უნივერსიტეტი და მივედი მან. და ჯერ უზენაიში ვიყავი 9 თვე და მე გადავედი პროკურატურაში. არა, მე გეტყვით ახლა მე სად მუშაობდი ცხოვრებაში. არცეთ პროცესს ხალხი რო ცვიოდა კი და სხვათა შორის ახლა იმან გამახსენა დღეს ვიხსენებდი აი საშინელმა კადრებმა ახლა ადამიანის ცემის პოლიციის ის არაყიშვილის პოლიცია მილიცია გამახსენა ახლოსაც რო არ ცხოვრობდი აბაშიძეზე და ახლოს იმ პერიოდში არც იმიტომ რომ იქ ისეთი ტიპაჟებიც ისეთები იდგნენ მეშინო და ახლოს მისვლა მიხედვით რომ გოგო ვიყავი მაინც მილიციაშიც გინდა თუ არა ხო, ცნობილი არაყიშვილის მილიცია კი, ეგ იყო, ეგ პერიოდი იყო და ზუსტად მაგ დროს მე ამერიკელებთან ერთად ამერიკელები მიხდიდნენ ხელფასს, თორე პროკურატურაში 26 ლარი თუ რაღაცა იყო ხელფასი და ისიც გაყინული იყო და არც გვაწევდა. ამას ცალკე ამოჭრიელი ხა და სხვა რამის დაადებენ, მაგრამ ხო, დაადო რაც უნდა. რადგან კერო გეხოცები ხა, ვისაც უნდა ზომბი იყოს, იქნება ის ზომბი და გააკეთებენ, ახლა არც გუჭირ დააჯერეს ნახევარ საქართველოს ეგერ ბაჩვახალეს და პატაბულს. ეხლა ისიც დააჯერეს, რომ ნაცების მოწყობილი არის ეს გორში ცემა, ნაცებმა მოწყობილი. ხო, კი. ყველაფერს კადრებლები არიან, ასე რომ მიხვედით ამერიკული პროგრამით თუ ასე. ამერიკული პროგრამით ამერიკელებთან ერთად. აი, ასწილობდნენ ამერიკელები ჩვენ რა სისტემა გვაქვს, როგორ მუშაობს. ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შექმნეს ესეთი, EUTOS-თან ერთად ქონდა ჩვენ ეს მონიტორინგის ჯგუფი გაკეთებული, სახალხო დამცველის წარმომადგენელი, EUTOS წარმომადგენელი და პროკურატურიდან მე ვიყავი, რომლებიც დავდიოდით ამ წინასწარი დაკავების იზოტეს, კრებსების რაღაცებს იმაშვებოდით რა. ანუ ეს სამსახური იყო იმისათვის, რომ პროკურატურის მუშაობა მონიტორინგებინა. მაგისტვის იყო, ხო, და აი მაგალითად ინფრასტრუქტურაც არ იყო და არც არაფერი არ იყო, მაგალითად აი ის პერიოდი იყო, თაბახის ფურცლებს ჩვენ თვითონ რო ყიდულობდით პროკურორები. და ნუ კალმებს და ყველაფერს რაც საჭირო იყო რა, ეხა იმ კომპიუტერზე აღარ მაქვს აპრე კომპიუტერს სათავეებს არ ქონდა და მე ამ ამერიკელებმა ჩვენ დეპარტამენტს მისცეს და ქსეროქსიც ქონდა კომპიუტერის და მთელი პროკურატურა ჩვენთან დადიოდა თუ რამე დასაქსეროქსები ქონდა და ამ პერიოდში პროკურატურაში აი რეფორმებს რო გამოყვეთ ხა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლის მერე რეფორმები რაც სტარდებოდა და მithumetes ეგ დეპარტამენტიც რაღაც თავისებური ვეტინგი იყო ხო ეხლა რასაც მოსამართლეებს ხოთ რომ პროკურორებს ემუშავათ ისე რომ ერთის მხრივ ბრალდებლები ყოფილიყვნენ, მეორეს მხრივ დაეცვათ ისინი რა ქვია, მოქალაქეების უფლებები, ხო? როგორც წერია საპროცესო კოდექსში, მამეცადინეს მაგაში და ვინ დარჩა იქ, ანუ როგორ მოხდა პროკურატურის რეფორმება, დატოვა იქ სააკაშვილმა ძველი პროკურორები თუ იქაც აი თქვა პატრულში როგორც გაკეთდა რა ახალი ნაკადი შევიდა, ახალგაზრდები და სისტემაში რა ნაგლეჯები მოძრა სისტემას ცუდი რაც იყო და საბჭოთა რაც იყო და ესე აი რითი გაკეთდა და რა დარჩა ის რაც თქვა ეხლა შეიძლება გასასწორებელი იყო არა ეხლა ბევრი რამეა გასასწორებელი მაგრამ ისი გამოცდილება გვაქვს გასწორებულის და რის რა იყო ისეთი რაც დატოვა და შეიძლება რაღაც მომენტში ისე ჩასვეს ხალხს ვიწყრიდა ზემოდან სააკაშვილო ჩასვა იგივე არ მახსოვს ეგ არ ვიცი ნამდვილად ეგ ეხლა პროკურორები ხყიდე ბიჭო ფანჯრიდან და გადახტაო იძახდნენ კი ზოგადად სამწუხაროდ წარსულის გადაფასება ჩვენ ჯერ არ ქონია და შეფასებაც და დასჯაც და არ დასჯაც და ასე შემდეგ არაფერი არ ქონია ყოველთვის ვიწყებდით სუფთა ახალი ფურცლიდან ჩახუტებით და რა მოგვიტანა ამან ნახეთ იმიტომ რომ ერთ-ერთივე ადამიანები არიან ისე. მე ვიტყოდი რომ ბაჩოხალა ეს ჩაიხუტენ ან მიშა სააკაშვილს და არ დასაჯეს. ხო, მაგრამ ახლა იგივე გოგა ხაინდრავადან დაწყებული, რავი, ყველა ყავდათ ახლა მაშინ რა ქვია.
თანამდებობებზე და აი რა გჭირს ვარ გაგიგია რა გჭირს აი რა მოხდა ქართველები არ ვართ იქ რაღაცა რაღაცა ქართულ ჯიგრულად რა სავარაუდოდ არც იმ ადამიანებს მოთხოვნა ალბათ უბრალოდ სისტემიდან გაუშვეს უბრალოდ თორე არ მგონია რომ მაგის გამო ეხა მაგალითად ერთი ცნობილი ის გამახსენა კიდე არავინ არ იცის ეს მარტო აი ჩვენ სამართალდამცავი ორგანოებში ვინც მუშაობთ იმ პერიოდში იმ ადამიანებს თუ გაახსენდებათ ციხის დირექტორი რომ მოკლეს კახეთში თავის ეზოში ეს ჭიშკართან ბაწაშვილი იყო თუ კარგად მახსოვს გვარად. ეს რომ აწევს? შევარდნაძის დროს იყო შემთხვევით ერთ-ერთი რაღაცა შემოწმების დროს ზონაზე ეს ტყავი ეგრეთ წოდებული ანუ საერთოს ფულის რსია რაც არის ტყავი ქვია მაგას ეს ტყავი ოფშაკის სია ტყავი ქვია ანუ ეს ტყავი შემთხვევით შეეხო იქ ერთ-ერთი შემოწმებელი თანამშრომელი და ბოდიშები იხადა მიუხედავად იმისა რომ რა ვიცი, აი, ყველანაირად ბოდიშები იხადა, რომ ეს არ უნდა მომხდარიყო და რაღაცა, მაინც სახთან ჩაცხრილეს და ესე იგი რა დანაშაულია ქურთულ სამყაროში ოფშაკის სიას. რა თქმა უნდა, აბა, რა თქმა უნდა. კი უნდა იცოდე ადამიანმა ეგეთი რაღაცა. ბაჩოს ქურდებმა რო უჩივლეს 6-მა კრიმინალურმა ავტორიტეტს 3 იყო ქურდი, კანონიერი ქურდი და 3 მაყურებელი. ვინც ბაჩოს უჩივლა? საჩივრის ავტორები? საჩივრის ავტორები. ეს ადამიანები ზუსტად მაგას წერდნენ, განარამეს უჩიოდნენ ბაჩოს. მაგასაც არ უნდა ქთამეჩევთავაზე თუ იქ წერია ჩვენებაში. მიდევს Facebook-ზე ეგ ჩვენებად. და ისაო, ჩვენი იმას ეძებდაო, ტყავს ეძებდაო, ეგ იყო მაგისთვის მთავარიო, თორემ მეტი კი არაფერი აინტერესებდაო. ტყავის დამალვის მუღამი ის არის, რომ ვინ არიან ამ ვინ აგროვებს ფულს, რომ არავინ არ გაიგოს. ეს არის წმინდა მათთვის და არ უნდა შეეხოს. ეს შიგნითაც არ ბაზრდება იმათთან, თუ გარეთ არ უნდა გაიგოს. მხოლოდ იმ ადამიანს აქვს, ვისაც ეგ აქვს ჩაბარებული და ის იმას კაცმა იცის და არავინ არაფერი მეტი არ იცის. და აი თქვა ვიღაცას რომ მოსატანია და არ მოიტანა თუ რაღაც მაგას როგორ იგებდნენ. ხო და მაგას როგორ იგებდნენ თუ იმ ჩოლებრივად იქ ადამიანებსაც ქონათ თუმა და ამასაც ხო? კი, მაყურებლები ყავდათ თავისი და ხო. ოკეი, ხო, ანუ ბუღალტერი ყავდათ ერთი, მე ტყავე. იერარქია ჩოლებრივად ხო. ყველაფერი ან ჩოლებრივად იერარქიულად ქონათ ეს ყოფილი დალაგებული იყო. ქურდი მაგაზე არ წუხდებოდა. კარგი, ხო, ნენელა დასასრულისკენ უნდა წავიდეთ, ეს ბევრი საინტერესო ისტორია იქნება, რომელსაც რა ვიცი, რო გავყვეთ, დიდი ხანი გაგრძელდება, ალბათ ჩვენი ეთერი ბოლოს, მაინც მინდა კითხოთ, აი ამ რეალობაში ხა თქვენ უშუალოდ ხა ქვეყანაზე და იმაზე აღარ კითხავთ. ამ თქვენ ოჯახთან დაკავშირებით რის იმედი გაქვთ? ალბათ ცოტა რა ტერმინი რთული იქნება ეს ოჯახისთვის ფლიანად, არა მხოლოდ პირადად თქვენთვის და მეუღლისთვის, ხო? ოჯახის სხვა წევრებისთვის, მით უმეტეს პატარებისთვის ამ რეალობაში ყოფნა და არსებობა. რამე პოზიტიური მოლოდინი გააქვთ? ან ახლა რომ გამოვიდენ რაღაცა კონტაქტზე და ახლა მიშას რაღაცა ჩაუწერე, მაგას არ გულისხმობ, ხო? რაღაცა პირობითზე, ან არ ვიცი რა პროცესუალური ვარიანტი შეიძლება არსებობდეს. რა ვიცი რა არანაირი პირობითი არ არსებობს. ჩემთან როგორც ხარ, ვიდან 20-მდე ან უბადოა რაღაცა. პირობითზე უნდა აღიარო მინიმუმ. პირობითი შეიძლება შეიძლება გამორიცხულია. სულ დასახრეტად გაგვიყვანონ ორივე თქმა, ეგ გამორიცხულია ამათთან თანამშრომლობის რაიმე სახით, ესენი ხო რუსები არიან. გამორიცხულია ეგ. ეგ ზუსტად იციან და იმიტომაც უყავართ ამ დღეში. ისა ბავშვები რამდენი წლის არიან? 14-ის გახდა ეხა უმცროსი და უფროსი 26-ის არის. მათთვის არ ვიცი ხა ხო რა კითხვა უნდა დავსვა რამდენად რთულია თქო არ ვიკითხე. ხო, აი მაგალითად ეხა უმცროსისთვის რა არის იცი რთული რომ 10 წლის ანუ 6 თვის იყო რომ დაიჭირეს, 10 წლის იყო რომ გამოვიდა და ბოლოს გაიცნო ციხეში, აი უკვე პანდემიის პერიოდი რო იყო, მაშინ მივიყვანე პირველად, მანამდე არ მიმყავდა პაიმანზე. ჯერ თავიდან ვეუბნებოდი, რომ მამა საზღვარგარეთ არის წასული სამუშაოდ და რო რეკავდა ხოლმე ციხიდან, ესე ელაპარაკებოდა. მე უკვე წლები გავიდა, გაიზარდა უკვე რაღაცა სკოლამდე ლასაკს მიაღწია და ბავშვს რაღაც შევატყვე, რომ ეს ვირტუალური მამა ვერ ხვდებოდა რა იყო, ხა ცხოვრებაში არ ყავდა ნანახი და უბრალოდ ტელეფონით ესაუბრებოდა და თან სკოლაში შედიოდა და მაინც ვიფიქრე, არ გაიგოს ვინმესგან, ხა ბავშვები ხო იცით და ვუთხარი, რომ პუტინს ყავს მამა დატყვევებული, აი ომობდა და მაგის გამო ხა დაატყვევა და ციხეში ყავს და ესე იცოდა. ნუ ანუ მე უკვე იცოდა, რომ ციხეში იყო, მაგრამ იმდენად ამდენი წლის მერე იმდენად ემოციური იქნებოდა მათი შეხვედრა იქ, რომ
არ მინდოდა რომ იქ ხო კამერებია ყველგან და ეხა ეგენი ძალიან დიდ ბოდიში ამ სიტყვაზე, მაგრამ кайფობენ ეგეთი რაღაცეებით, რომ ვიღაცა ცუდ დღეშია და აი მეც და ბაჩოს ის გადაწყვეტილი ქონდა რომ ბავშვიც არ დაისტრესოს, აქ იმათაც არ რაღაცა ვაკაიფოთ და არ მიყვავდა და მე უკვე კიდე რო წამოიზარდა და 8 წლის იყო 2020-ში ხო პანდემიის დროს, მაშინ ბოლოს მივიყვანე და ესე შუშიდან, მაგრამ ნუ ეხა იქ პანდემიის დროს ესეთ შეფუთული იყო, მარტო თვალები უჩანდა ეს რაღაცა ხალათი ეცო ექიმის კუდი რაღაცები პირბადე და თვალები უჩანდა მარტო და ესე ის არ დამოუწყდება ის მომენტი შუშიდან ეს ერთმანეთში რამდენი ხანი თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს, ეს იყო პირველი მათი შეხვედრა. გამოვიდა ბაჩო და აი ამ 3 წელიწადში უბრალოდ ისე დამეგობრდნენ თან რაღაც საერთო ინტერესები აქვს, სულ რაღაცას კამათობენ ერთნაირ წიგნებს კითხულობენ და აი მე რასაც ვერ უკეთებ, აი მაგ ბაჩოს და მას აქვს რაღაცა ესეთი ისა და ეხა აი ყველაზე მეტად რაც უჭირს წერილის შეტანაც არ შეიძლება ყველაფერი აკრძალული აქვს ბაჩოს და ვერ ეკონტაქტება ბავშვს და რაღაცა კითხვები აქვს იმას 1000 რაღაცა აინტერესებს ყველაფერი იცის რა თქმა უნდა ძალიან განიცდის მაგრამ შემზადებული ყავდა რა ამ ყველაფრისთვის იმიტომ რომ ჩვენ ხო თვეების განმავლობაში არა მარტო ის რომ რაღაცა საინფორმაციო საშუალებებით ავრცელებდნენ რაღაცებს ჩვენ სახთან რამდენჯერმე ჟურნალისტები შეიკრიბნენ ანუ ვიცოდით რომ ეხა ამოვლენ ეს იყო 4 ოქტომბრის მერე რამდენჯერმე იყო ესეთი ვითარება ყველა ანუ ოპოზიციური ტელევიზიის გარდა ყველა ტელევიზია 5 კამერით იყო მოსული სახთან ბავშვი მომზადებული მყავდა რომ აი შეიძლება ვიღაც შემოვარდეს. და უფროს შვილისთვისაც ანაკრეფთული იქნებოდა, იმიტომ მათ შორის დაკავებაც ისეთ პერიოდში მოხდა მაშინ რამდენი წლის იქნება 12 13 იყო მაშინ კი და ეს თან ცოტა ისეთი ასაკია ბიჭებში გოგო არა გოგოებია კი უფროს ბიჭი მახსოვდა ხო მაგრამ მაინც ისეთი ასაკია როცა ბავშვებმა იციან ხომ ერთმანეთის ტკენა სკოლაში უბანში და ასე შემდეგ და კი ეს პერიოდიც გაიარა. ამ შენ ბაჩო ახალია შვილი ხარ ვარიანტი. უფროსმა შვილმა ეს პერიოდი სკოლაშიც გაიარა და უნივერსიტეტშიც გაიარა და ხო შენ ბაჩო ახალია შვილი ხარ და ასე შემდეგ. ხო, ოღონდ ბავშვებისგან არა. აი უნივერსიტეტში ლექტორისგან გაიარა. და რა ის იყო რა. და წამოვიდა იმ უნივერსიტეტიდან. აიცროა გული მაშინ. სახელმწიფო უნივერსიტეტზეა ლაბორატორია. თუ არ კერძოზე? არა, კერძოზე. და იქ იყო რომ ანუ წამოძახება რაღაც ესეთი ხო, რაღაც აი კონკრეტულად რაღაც ისეთი არ უთქვას, მაგრამ იმდენად აგრძნობინა, რომ აი უხერხულ სიტუაციაში ჩავარდა და უბრალოდ აღარ უნდოდა იმ ლექციაზე კი ასეთ იმ უნივერსიტეტში. აი ეხა ერთი სმინდა არსებობს ამ ნაწყვეტს თუ ნახავს არ ვიცი, ნახავს ალბათ. ტელეკომპანია იმედის თანამშრომელი, ცნობადი სახე, რომელიც იყო ჩემი სტუდენტი და მან ზუსტად იცის, რომ ჩემგან არასდროს კეთილგანწყობის მეტი არაფერი არ მიუღია. არათუ რაიმე ტიპის ჩვენ ორმა ხო ერთმანეთში კარგად ვიცით და აი ამ მონაკვეთს თუ ნახავს მინდა რომ აი სადღაც გულის სიღრმეში ჩაიხედოს და თავის სინდის ცოტა ჩვენი გადაცემა უფრო უცნობს აბარია ის გვიყურებს უცნობს უნდა ვთხოვოთ რომ გადასცეს TV-იმეც ერთი მინდა ბარემ ვილაპარაკეთ სასჯელ ახსრულებაზე და თავდაცვის მინისტრობის პერიოდზე ვილაპარაკოთ ეს იყო ომის შემდგომი პერიოდი როცა ჯარს სერიოზულად პრობლემები ჰქონდა იმიტომ რომ მოხდა იქ ესეთი კვეთრად ესე მოულოდნელი არა მაგრამ ნუ იმხელა ძალა იყო არაპროპორციული უკან დახევა ტექნიკა დავკარგეთ იარაღი დავკარგეთ რაღაცა ესეთები და მაგაზე აი ორი სიტყვით მაინც რო ვთქვათ რა კოდორზე როგორც თავდაცვის მინისტრი აი მაგ პერიოდში რა იყო რაც დახვდა ჯარში რა მდგომარეობაში იყო ჯარი და 2012 წელს რა მდგომარეობაში დატოვა რომ ვისაც შესაძლებელი ექნება მათ შორის ახალწვეულებს და ვინც ეხლა დაემატა ქართულ ჯარს რო იცოდნენ სად იყო ქართული ჯარი მაგ პერიოდში და ეხლა სად არის და ნუ რა ვიცი მომავალი რაელის არ ვიცი თვითონ ჯარის დემორალიზებული იყო რა თქმა უნდა ომის მერე მეგობრების დაკარგეს თანამებრძოლები დაკარგეს ნუ ეხლა რა თქმა უნდა ადამიანურად და რა თქმა უნდა დანაკარგიც იყო და დიდი და ძალიან რთული რა პოლიტიკა ქონდა სახელმწიფოს აი მე მაინტერესებს ომის მერე რა პოლიტიკა ქონდა და სადაც უჭირდათ ბაჩო ახლა ეს უშვებდე არა ანუ აი როგორ რაღაცა გამოვიარეთ ხო ეს ომი
ნახეთ პირველ რა რიგში- შეგვეძლო, რა არ შეგვეძლო. ეხლა 2003 წლიდან 2008 წლამდე 5 წლის მანძილზე ისეთი ჯარი, რომელზეც თევზაძე იძახდა ხოლმე რა გატკებს ხო არ ვესრიოს ვერთ ფრენები რომ მოფრინავდნენ ხოლმე ქართულ ტერიტორიაზე რუსული. მაკედან მივედით იქამდე 2008 წელს რომ რუსი გენერლები იძახდნენ რომ ესეთი ბიჭები რომ ყოლოდაო 1 საათში ავიღებდიოთ რაღაცა ეგეს მოკლედ შურდათ ჩვენი და მათ შორის დღემდე ლაპარაკობენ ეს პროპაგანდისტები რომ მაგ დროინდელი ქართული ჯარი ერთ-ერთი ყველაზე მომზადებული იყო მსოფლიოში. საერთაშორისო მისიებში და ასე შემდეგ. შესაბამისად ხო, ნუ აი მაკედან მანდ მოვედით, მოხდა დაზიანება ჯარის, ნუ იმიტომ რომ ესეთ არაპროპორციულ ძალასთან შევეჯახეთ. მერე რა იყო სახელმწიფო პოლიტიკა, რა მიმართულებით განვითარება იგეგმებოდა და აკეთებდა იყო ის რომ მისხალ რა ის იყო. დელტა მერე იყო უკვე 2010-დან. იმ 2 წელიწადში მოესწრო ის ყველაფერი რაც მოესწრო. მისხალ გამოიძია მთელი ომი. ანუ ყველას ელაპარაკა საერთოდ ყველა ჯარისკაცს აი რიგით, აი ნებისმიერ ადამიანს ვინც იქ იყო. ყველაფერი რა იყო პრობლემა, რა გაუჭირდათ, რაში იყვნენ მაგრები, რაში ვერ იყვნენ მაგრები, ფსიქოტესტები, ყველაფერი აბსოლუტურად ოღონდ ამას აკეთებდა თვითონ ცხოვრობდა ყაზარმებში იქ იყო თვეობით ვერ ნახულობდი საერთოდ. იქ იყო, იმათან იყო, იმათი ცხოვრებით ცხოვრობდა და აი ძმაკაცურად იყო, რომ აი ყველაფერი გულწრფელად ეთქვათ და აი ესე შეისწავლა. ეხლა მე აფხაზეთის ომით შეისწავლა სხვათა შორის, მაგრამ ის ეხლა ისე დაწურლებით ვერა, იმიტომ რომ იქ ბევრი ადამიანი უკვე ცოცხალი აღარ იყო, მაგრამ აქ ვინც ცოცხალი გადარჩა, აბსოლუტურად ყველა ადამიანს ელაპარაკა და აბსოლუტურად მთლიანად მთელი ის ჰქონდა სურათი რა მოხდა მიუხედავად რომ თვითონაც იყო იქ 2008-ში ომში. ეს თბილისის თავდაცვითი ზღუდეც მაგ დროს აშენდა თბილისის თავდაცვითი ზღუდეს გაკეთება დაიწყო, ანუ იქ ანუ ისიც ბიუჯეტიც ხო 1.6 მილიარდი ქონდა მანამდე ომამდე თავდაცვის სამინისტროს და ბაჩო რომ მივიდა 600 მილიონი იყო ბიუჯეტი. ეს ლარში გამოხატული ხო? ლარში ხო. ანუ უკვე ძალიან უჭირდა თავდაცვას ამხა ბიუჯეტიც ესეთი შემცირებული ქონდა და დაიწყო აი ესე ბიუჯეტის კლება რატომ მოხდა მაგ პერიოდისთვის? იმიტომ რომ გახსოვთ მაშინ 2008-ში ისედაც მსოფლიოში რაღაც კრიზისი იყო და ნუ რაღაცა ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა და ამ ომის დროსაც დანაკარგიც ბევრი იყო და ნუ მოკლედ მაშინ ბიუჯეტი ბევრი იმას, მაგრამ თავდაცვის ბიუჯეტი ზუსტად მახსოვს და იმიტომ ეს დინამიკაში მე მატება დაიწყო თუ მე დაიწყო ხო რა თქმა უნდა, მე დაიწყო მატება, მაგრამ დიდად არ მომატებია, ანუ ბაჩორას აკეთებდა, ანუ ზოგავდა რაღაცა ფულს იქ რა ჯერთი მოდი იქიდან დავიწყოთ, რომ 8-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე აი ამ თავის გამოძიების მერე გაუშვა რუსული აჩრდილების ტიპები, რომლებიც მე ამათმა ეგრევე დააბრუნეს. რუსების მიერ მართული სამხედრო ტიპები, რომლებიც რა თქმა უნდა და ამათმა ეგრევე მე დააბრუნეს ყველა. მაგ თემაზეც კარგი იქნებოდა ვიდეო, რომ ვიცოდეთ, ეგ ყველა მიცოდეს, მათ შორის ჯარშიც ვიყავთ გვერდზე რუსული აჩრდილები რა. კი. და მე რა იყო მიზანი 2009-დან 12-მდე რა მიზნებით მოძრაობდა ქართული სახელმწიფო ჯარში? და ხო, აი დაიწყო მაგალითად ტექნიკის აქირეობის საშუალებაც რო იყო რაღაცა, დაიწყო ნელა ყიდვა ამ ტექნიკების შეგროვება და დაიწყო ამ საფორტიფიკაციო აი ამ თბილისის დაცვა იყო პირველი ის, იმიტომ რომ თბილისზე ხომ მოდიოდნენ ეგისა და რა ვიცი თუ დააკვირდებით რაღაცა მომენტში თუ იცი ჩანდა. ეხა უკვე ყველაფერი გაყიდული, ყველა კოორდინატები იციან და ყველაფერი იციან. ბუნკერი გააკეთა კიდე სამჩვეულებრივ მოქალაქეებსაც, მართვის ცენტრის ბუნკერიც გააკეთა. ეხა ბიძინა სახლის ქვეშ არის სადღაც იქ არის ეგ ბოტანიკური. ანუ მიდიოდა ინფრასტრუქტურის ანუ ის რომ ომის დროს დახვეწა რომ რაღაც თავშესაფარი ქონოდა ოფიცრებსაც, მაგალითად ემართად დედაქალაქი დაცული ყოფილიყო და ემართად დაცული მიდიოდა მუშაობა. და სამხედრო წარმოებაც ესეც ალბათ სამხედრო წარმოება უკვე დაიწყო. ამის მიზეზი რა იყო? იმიტომ რომ უბრალოდ ქართველებმა ვაწარმოოთ რამე იარაღი, რომელიც ეკონომიკურადაც კაი იდეაა, ხო და ანუ ემბარგო მანდ არ ვერტიბულობდი ფერას არ გვაძლევდა რაღაც სპეცოპერაციებით ჩატარდა და რუსეთიდან აი რუსებს ხო იცი ერთ ყუთს არაფერს რომ ისწავლ ყველაფერს მოგწევდი რა თქმა ფულზე და რაღაცაზე ესე რაღაცა იარაღებიც ესეც მაგრამ მიხვდნენ რომ ასე რაღაც სპეცოპერაციებით ეხა ვერა და დაიწყეს ანუ აქედან დაიწყო ეგ წარმოებაზე ფიქრი და ბევრს ეცინებოდა რა საქართველოში ეხა მაგას ვინო მაგრამ დადიოდა და ესაუბრებოდა
ძალიან მაგარ ალბათ უკვე ცოცხლებიც არ არიან ეს ადამიანები, პროფესორებს და ინჟინრებს და აი ძველი თაობის აბა მე 90 წლებში ჩვენთან სადვინ სწავლობდა საინჟინოზე, ყველა ან იმაზე სწავლობდა, რა ქვია, იურიდიულზე ან ეკონომიურზე და ან კიდე იმასთან აყენებდნენ ხოლმე შემოსასვლელ რა ერქვა მაგას საბაჟოზე. საბაჟოზე თუ მოაწყობდი შულს, მაშინ ფულიანი იქნებოდა და ეგ. ანუ ეს იარაღები რაც ჩვენ ვაწარმოეთ დელტაში იყო ან ძველი კი, ხუთი უნივერსიტეტი იყო თუ რაღაც მეტი შეიძლება, ინსტიტუტი უბრალოდ რა უნივერსიტეტი, ინსტიტუტი იყო, აი ესეთ კვლევების და იმისი მეცნიერული ინსტიტუტები, ესენი გაერთიანდნენ, დასხდნენ და დაიწყეს და მოკლედ გამოვიდა რა, არავის არ ჯეროთ, ჯერ თვითონ აი ამ ადამიანებსაც არ ჯეროდათ, რომ ეგ რაღაცა შეიძლება და გაკეთებულიყო, მაგრამ ესაც კობრა ყავდათ ხო შესასთვის კიდე გაკეთებული დელტას. მე და კიდე იწარმოება, ეგ ეს მაინტერესებს ეხა თუ აქ ეგეთი რომ გვიქხა. ხო, ესე კობრები არ ყავს ჩვენ წინააღმდეგ ვერ გამოვიდა. სულელე რო არის, რომელიც მართლა არაფერში არავის არ არგია, ის რაღაც ღრუბლებს რო ესვრიან და ვითომ სეტყვილ საწინააღმდება, იმას აკეთებენ მარტო რაც საიტზე რაც უდევთ ახლა. ანუ ის ლაპარაკი მახსოვს იყო რაც დრონებზეც იყო ლაპარაკი და დრონებიც იყო გაკეთებული მაშინ 2011-ში ვიდეო კადრებიც ხო არის მიშა რო არის მოსული და ხო ძალიან მიხარო და იმიტომ რაღაცა ომის მერე ეგეთი განცდა დამჩარო ცოტა ვართ რა უნდა უქნათ ამ რუსებს და ყველას რო ჩვენი დრონი ყავდეს თქო რა ჩემთვის მაგ ფიქრებში ვიყავი ხოლმე და ხო დელტასგან ეგ ინფორმაციას 2011-ში უკვე იყო დრონებზე ლაპარაკი მსოფლიოში. ქართული სამხედრო წარმოება რეალურად დიდი პოტენციალის მატარებელი არის, ხო? და მაგ პერიოდში სავარაუდოდ არ იქნებოდა ის, რომ ეს პარტნიორები რამე ტექნოლოგიებს გვიზიარებენ, რაღაცა სუფთად ქართული იყო თუ კი, სუფთად ქართული იყო, მაგრამ იყო რაღაცა ნაწილები, ხო, რაღაცები ჩამოქონდათ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ყოფს, მაგრამ ამის განვითარება ამდენი, ახლა თითქმის 2-ჯერ 9 წელი გავიდა. უშუალოდ სამხედრო კომპონენტი რაც იყო ამ ტექნიკაში, აი რაც ისრო და ის იყო, ხო, ჩვენი კი, და დიზაინი იყო ქართული. ეს დავარქვათ ნაჯახილები, ხო? ხო, კი. ციკოლიას დიზაინით იყო. ნენელა უნდა ბოლოსკენ წავიყვანოთ ჩემი გაცემა. არ ვიცი შეჯამების სახით რა ვთქვა. როცა არ ვიცი ხოლმე რა ვთქვა. ხო, შეჯამების სახით ერთი ის არის ხოლმე ველოდები იმ ადამიანებს, ვინც გამოთქვავს სულს, თქვას მოყვეს თავისი ისტორია პირადად რა. მე ვიტყვი ამბავი შეემთხვა, ხო. გულახდილად რა განცდაც მაქვს, როცა არ ვიცი რა ვთქვა ხოლმე მაგას ვშვები და. იცი რა არის, ჩემი აზრით მე ძალიან დაველოდები, როდის წარდგება ბაჩო ახალაია მიუკერძობე და დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე. მიხეილ სააკაშვილის და სხვების, მაგრამ ახლა ბაჩო ახალაიაზე ვისაუბრეთ ამდენი და იცი რას ვიტყვი, მე იმედი მაქვს, რომ ეს მართლა გვექნება ქვეყანაში ის სასამართლო, რომელზეც ყველა მხარე იტყვის, რომ ეს არის მართლა ობიექტური და რაღაცები ერთხელ და სამუდამოდ გაირკვევა. მაგრამ თუ მოხდა ისე, რომ გაირკვა, რომ თუ არა ყველაფერი თუნდაც უმრავლესობა იმ ამბებისა და იმ შეხედულებებისა, რასაც ახლა ქალბატონი ანი ავწობდა, არის სიმართლე. მაშინ გამოვა, რომ ჩვენ გვაქვს ახლა საქმე ძალიან დიდ ადამიანურ და ოჯახურ ტრაგედიასთან. მინდა რომ ასე მოხდეს და ასე გამოვიდეს თუ არ მინდა რომ ასე მოხდეს და პირიქით დამნაშავე აღმოჩნდეს ორივე ცუდი ვარიანტი. ორივე ძალიან ცუდი ვარიანტია ის რომ თუ მართლა ისეთი რაღაცები აქვს ამ ადამიანს ნაკეთები ხა გიორგის ვეუბნები სპეციალურად და არა თქვენ რას აბრალებენ ეს ხო თავისთავად ცუდია რომ ჩვენ ქვეყანაში ასეთი რამე ხდებოდა და ალბათ კიდევ უფრო ცუდია ის ამბავი თუ აღმოჩნდა რომ ეს ყველაფერი არის დიდწილად პროპაგანდა და ადამიანი მართლა ისეთი აუც პატრიოტი აღმოჩნდეს, როგორზეც არამხოლოდ მეუღლე, არამედ არაერთი თანაგუნდელიც საუბრობს. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ მთელი ოჯახი გასწირეს რაღაცა კარწინკის გამო. ხო, ეგრე გამოდის, ხო? პროპაგანდისტული კარწინკის გამო. ხო, მესმის რომ ეს პროპაგანდა რაღაცა ძალაუფლების შენარჩუნებას. ხო, მე უფრო მე პრეტენზიები წინა ხელისუფლებასთან ახლა რაც აქვს ახლა პროკურატურამ, მე არ ვიცი, ვერც გამოვიძიებ და ვერაფერს და მე პრეტენზია რაც მაქვს, აი რაც წეგანას ვთქვი, რომ აი ნელ-ნელა რაღაც ვისმენ ისეთ რაღაც მომეცა საშუალება რომ რაღაცა თუნდაც რაღაც დონეზე რაღაც ინფორმაციები მივიღო, ვისმენ ისეთ რაღაცებს, რაც მგონია რომ საქართველოში ამ რუსული საინფორმაციო ომის საპირისპიროდ
წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა ეწარმოებინათ და არც ახლა არ იგვიან, მგონია რომ ვისაც ეს ინფორმაცია აქვს, საერთოდ ღიად უნდა იყოს ლაპარაკი, არავის დანდობა არ უნდა მოხდეს, ვინ იყო რუსული აჩრილი არა მარტო ჯარში, არამედ საჯარო სამსახურებშიც, რომ ერთხელ და საბოლოოდ ამ ქვეყანამ ეს მეტასტაზები და ეს კიბო უნდა ამოიჭრას, იმიტომ რომ შეუძლებელია ქართველები პირში გიცინიან და ზურგს უკან მე ამ სახელმწიფოს ძირს უთხრიან და ბევრი ეგეთი ძირგამომთხრელი ქმედება ვნახეთ ის რაც გაუბაზრდათ არა მარტო ქართულ ოცნებას მაგხელა რესურსი არ აქვს FSB-ს რაც გაუბაზრდა აქ საქართველოში რაც გააკეთეს და მინდა რომ უფრო მეტი მოვისმინოთ რომ ზუსტად ვიცოდეთ რა ადამიანებს აღარ უნდა ჩამოვართვათ ხელი როგორც ქართველებს რა ეს არის ალბათ ჩემი შეჯამება მადლობა დანარჩენს პროკურატურა და სასამართლო და იმედი მაქვს რომ ძალიან მალე ჩვენს გადაცემაში ვიხილავთ თქვენს მეუღლესაც და მე მგონია რომ ჩვენ უფრო საინტერესო დიალოგს შევძლებთ და უფრო მეტ სიმართლეს გავიგებთ ასეთი გადაცემის ეთერში ვიდრე იმ სასამართლოზე რომელშიც არც პროკურორების და არც მოსამართლის მიმართ ნდობა არ არის. ან ნდობას თავიდანვე არ გალაპარაკებენ. დახურულია თან. ერთი რომ დახურულია და მეორე ლაპარაკის საშუალებას არ გაძლევს. მაგითო ლაპარაკის საშუალებასაც არ გაძლევს. ნახვამდის. ნახვამდის დიდი მადლობა.